თუკი თქვენს პრობლემებს აჭარის უმაღლესი საბჭო მთავრობამ რომელიმე სამინისტრო ვერ აგვარებს და ღებულობთ პასუხს ამის უფლება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არ აქვს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ აჭარის სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით ავტონომიის სტატუსი აქვს. რატომ უნდა არსებობდეს აჭარის ავტონომია და რაც გვაძლევს ეს სტატუსი? თქვენ უყურებთ გადაცემას უპასუხეთ ხალხს, რომელიც ყოველ პარასკევს გავა პირდაპირ ეთერში საღამო მშვიდობისა. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში ან მოგძებნოთ Facebook-სა და Skype-ში მისამართზე უპასუხეთ ხალხს. გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები და მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი. ორგანიზაცია ემსახურა საქართველოს ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე და აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე. საღამო მშვიდობისა ბატონო ავთანდილ, ბატონო ასლან, ბატონო მურმან. დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ გადაცემაში უპასუხეთ ხალხს. გადაცემის მსვლელობისას თბილისიდან ტელეფონით ასევე Skype-ით ჩაგორთვებიან ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია, რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩარკვიანი და იურისტი უფლებათა დამცველი ზაქარია ქუცნაშვილი. აჭარის ავტონომიის სტატუსზე საუბარი ჩვენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შევთავაზეთ, მაგრამ მართველი ფრაქციის თავმჯდომარე მგელე დეკანაძემ გვითხრა, რომ ამ თემაზე კომპეტენტური უმაღლეს საბჭოში მხოლოდ პეტრე ზამბახიძეა და ის თბილისში იმყოფება. პეტრე ზამბახიძე გადაცემაში ტელეფონით ჩართვაზეც კი ვერ დავითანხმეთ. მისი აზრით სატელეფონო ჩართვით მნიშვნელოვან თემაზე დეტალურად ვერ ისაუბრებდა. რაც შეეხება უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ქრისტიან დემოკრატებმა ნიაზ ზოსიძემ და ნუგზარ ფუტკარაძემ გადაცემაში მონაწილეობა ვერ მოახერხეს. ზუსტად 11 წლის წინ უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე გაზეთში ლიტერატურული საქართველო წერდა. ყოვლად უსაფუძვლო მტკიცება იმისა, რომ აჭარის ავტონომიის როგორც შექმნა, ისე დღეს მისი არსებობა აუცილებელია, მხოლოდ საქართველოს მტრებს თუ გაუწევს კეთილ სამსახურს. ეს მიხეილ მახარაძის სიტყვებია, რაც ამბობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დღეს. ამას ირინა ყურვას სიუჟეტიდან გავიგებთ, რომელიც მან სპეციალურად ამ გადაცემისთვის მოამზადა. აჭარის ავტონომია თითქმის საუკუნეს ითვლის. გასული 100 წლეულის დასაწყისში საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტერიტორიების ხელში ჩაგდებას თურქეთი, რუსეთი, ინგლისი და სხვა სახელმწიფოები ცდილობდნენ. აჭარაში მცხოვრები საზოგადო მოღვაწეები რეგიონის გადარჩენის გზებს ეძებდნენ. აჭარისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების საკითხი დღის წესრიგში 1918 წელს დადგა. მაშინ, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ბათუმი, ოლთისი, არტაანი და სხვა მიმდებარე ტერიტორიები ოსმალეთს გადასცა. იმავე წლის მაისში შეიქმნა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი. კომიტეტის წევრებმა ჰაიდარ ზია და მემედ აბაშიძეებმა, ქემალ დიასამიძემ, ხასან ხილაიშვილმა და სხვებმა გადაწყვიტეს აჭარა საქართველოსთვის ავტონომიის პრინციპზე დაებრუნებინათ. ავტონომიის პრინციპებზე აჭარის საქართველოსთან დაბრუნება საზოგადოების ნაწილს გადარჩენის ერთადერთ გზად მიაჩნდა. სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა ჩანაფიქრი რეალობად აქცია და 1921 წელს საქართველოს კონსტიტუციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არსებობა დაფიქსირდა. ავტონომიის შექმნის ფორმალურ საფუძვლად მეცნიერთა ნაწილი რეგიონის რელიგიურ თავისებურებას მიიჩნევს. ამ სამუსლიმანო განმათავისუფლებელმა კომიტეტმა თავის სამოქმედო პროგრამაში ჩაწერა, რომ აჭარა ავტონომიურად უნდა მიერთებოდა დედა საქართველოს. გაფიცვებით, დემონსტრაციებით, ესე იგი პროკლამაციებით, მოსახლეობაში აგიტაცია, პროპაგანდით იქამდე მივიდნენ, რომ 1903 წლის 30 აგვისტოს შეიკრიბა ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა საბჭო, რომელმაც დაადგინა, მიიღო ასეთი დადგენილება, რომ ამიერიდან და სამრაჯამოც ბათუმის ოლქი უერთდება თავის ისტორიულ დედასამშობლოს ავტონომიის საწყისებზე. სამართლებრივად უკვე კომპეტენციები საქართველოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის არის გამიჯნული. მკაფიოდ არის გაწერილი კანონმდებლობაში, მაგალითად საქართველოს კონსტიტუციურ კანონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ, სადაც პირდაპირ არის გაწერილი რა საკითხები არის ცენტრალური ხელისუფლების გამგეობას მიკუთვნებული, რა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. თუკი მივა იმ საკითხამდე და იმ დონემდე ეს საკითხი, რომ აღარ არის საჭირო ადგილობრივ დონეზე ამ საკითხების გადაწყვეტა და ეს ყველაფერი ცენტრალიზებული წესით წყდება, რა თქმა უნდა, ფორმალური სახით ავტონომიის შენარჩუნებას აზრი არ აქვს. აჭარის ავტონომიის სტატუსი დავის საგანი ხშირად გამხდარა. სტატუსის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას გარეძალებიც ხშირად ცდილობენ. ეს არ არის დასამალი, რომ ყველა ავტონომია საქართველოში ბოლშევიკური რუსეთის მიერ შექმნილი იყო გარკვეული ბიზნით, როგორც შემდეგ რუსებმა უწოდეს, შეყოვნებული ნაღმის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. და ამ ნაღმა იმოქმედა მართლაც
ორ ავტონომიაში და ფაქტობრივად ეს ავტონომიის სტატუსი გახდა მიზეზი საბოლოოდ იმისა, რომ ჩვენ ჯერჯერობით ჩვენ ტერიტორიის 20% დაკარგული გვაქვს და ოკუპირებულია. უნდა ჰქონდეს თუ არა აჭარას ავტონომია. პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ სტატუსმა მეტი დატვირთვა, ხოლო ადგილობრივმა მმართველმა პირებმა მეტი უფლებები უნდა შეიძინონ. ნაწილი კი ავტონომიის არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს. რახან დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არსებობს, ჩვენ ფიქრობთ, რომ მისი ფუნქციები უნდა იყოს გამიჯნული და მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული კომპეტენცია. ეს არა მარტო ჩვენი აზრია, ეს არის საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის პოზიციაც, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ის მოდელი, რაც არის, ეს არის არაადეკვატური მოდელი და მათია შორისის განცხადება შეგახსენებთ, რომ ამან შეიძლება შეუქმნას პრობლემები და შეიძლება სახელმწიფოში გამოიწვიოს კრიზისი. თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება რა და მისი ყველა რეგიონის აი ტერიტორიული ადმინისტრაციული მოწყობა გადაწყდება, არ ამგონია აჭარის მოსახლებამ თავისი ქართველი თანამოძმებისაგან განსხვავებული აი სტატუსი ისურვოს. და თავისუფლად შეიძლება მსჯელობა იმაზე, რომ შეიძლება ამ ავტონომიური ფორმირების ესე იგი არსებობის გადახედვის საკითხი დადგეს. შესაძლებელია დადგეს დრო, როდესაც აჭარის ავტონომიის საკითხი უკვე აღარ იქნება საჭირო ერთიანი საქართველოსთვის. აჭარას დღეს ავტონომია ნამდვილად არ ჭირდება. ეს უძველესი საქართველოა, ქრისტიანობის კერაა, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა აქიდან თელ საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა და რაც მთავარია, ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის ქართული სული ჩქეფდა და ქართული გული და სული ტრიალებდა. აჭარის ავტონომიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს. შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება ან დასვათ შეკითხვა. დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 27 ან დაგვიმეგობრდით Facebook-სა და Skype-ში ლათინური შრიფტით გვერდზე უპასუხეთ ხალხს და გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები. და დავიწყოთ საუბარი. გასაგებია, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, აჭარის კონსტიტუცია და ასევე საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ. ბატონო ავთანო, თქვენგან დავიწყოთ. დღეს რამდენად მყარად გამოიყურება ეს სამართლებრივი საფუძვლები და რამდენად ლოგიკურად ჟღერს აჭარის ავტონომიის არსებობა? უჩვეულოდ მეჩვენა ბოლო ფრაზა, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვეტოს აჭარის სტატუსი. აჭარის სტატუსი გარკვეულია არა მხოლოდ მოქმედი კანონით, არამედ მოქმედი კანონმდებლობით, არამედ გადაწყვეტილი იყო საბჭოთა კონსტიტუციებითაც და უფრო ადრეც იყო 1921 წლის კონსტიტუციით. მართალი შეზღუდული კომპეტენცია და შეზღუდული სტატუსი ჰქონდა, მაშინ უკვე გადაწყვეტილი თუ კი შეიძლება რამე ეს უნდა გადაწყვეტოს პარლამენტმა, ხო? თუ საუბარი არის ცვლილებებზე, რომელიც უნდა შევიდეს ამ სტატუსში, მე საგანგებოდ მოვიტანე, აგერ არის აქ 11 კანონპროექტი, რომელიც მომზადებული არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში და ითვალისწინებს ზოგიერთი უფლებამოსილების გადაცემას ცენტრიდან აჭარისათვის. ანუ მიმდინარეობს პროცესი, თუ ამას გულისხმობდა ალბათ თქვენი დიქტორი, მე შემიძლია განაცხადო, რომ ნამდვილად მიდის შევსება იმ კომპეტენციისა, რომელიც გააჩნია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, იმ უფლებამოსილებებით, რომელიც კონსტიტუციის მესამე მუხლით მოხსენიებული არის, როგორც ტერიტორიული ერთეულების განსაკუთრებული სტატუსი. აი ამ მიმართულებით გარკვეული მუშაობა მიდის. თუმცა მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის და მით უმეტეს კონსტიტუცია შესაბამისობაში არის მოსაყვანი საქართველოს კონსტიტუციის ბოლო დროინდელ ცვლილებებთან. ბევრი რამ შეიცვალა ცენტრის ხელისუფლებაში და ეს შესაბამისად უნდა აისახოს მოქმედ კონსტიტუციაში, აჭარის კონსტიტუციაში. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო მურმან, თქვენთვის რამდენად ლოგიკურად ჟღერს დღეს აჭარის ავტონომიის არსებობა? რატომ უნდა არსებობდეს აჭარის ავტონომია? ბატონო ავთანდის ვეთანხმები, რომ სამართლებრივი საფუძველი არსებობს, აქ გამოსვლელები ამბობდნენ, რომ გჭირდება, არ გჭირდება ასეთ კონტექსტში ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. სამართლებრივი საფუძველი მისი ნამდვილად არსებობს საქართველოს კონსტიტუცია, მაგის გარანტიებს იძლევა, ის ამბობს, რომ აჭარის ავტონომიის საკითხი უნდა გადაწყდეს კონსტიტუციური კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ. ეს სტატუსი დაიწერა 2004 წლის 1 ივლისს, თუ არ ვცდები, ეს პირველი
პარლამენტი ასე ვთქვათ რევოლუციის შემდეგ და პრაქტიკულად იმ სტატუსით იმართება დღევანდელი რეგიონი აჭარისა. უნდა გითხრათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი, ეს არის თორფსები პირველი მუხლი, იქ წერია, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, ეს არის ერთიანი სახელმწიფო და ეს არის განუყოფელი სახელმწიფო. იმიტომ რომ ახლა მე იმ ლაპარაკიდან გამოვდივარ, იმიტომ რომ იქ კითხვის ნიშნები უჩნდებოდა, თავად ბატონ მიხეილ მახარაძესაც კი უჩნდება კითხვის ნიშნები, რომელსაც ეს კითხვები დიდი ხანია უნდა კონდეს მოხსნილი. იქ წერია, რომ საქართველო არის განუყოფელი სახელმწიფო, ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარი სახელმწიფო სუვერენიტეტის მქონე რეგიონი აჭარა არ არსებობს. სახელმწიფო სუვერენიტეტს საქართველოს სახელმწიფო ასე ადვილად არ არიგებს. კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტს თავად ინარჩუნებს საქართველოს სახელმწიფო. ეს არის ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული, სადაც არასახელმწიფო სუვერენიტეტის მქონე ავტონომიური სტატუსით არის განსაზღვრული ეს ტერიტორია. ანუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში თავად მის დასახელებაში ჩანს მისი შინაარსი. ეს არის მისი შინაარსი ასე ჩანს. მე ასე მესმის, ასე ვკითხულობ აი ამ ტექსტს და როცა კონსტიტუციურ კანონს აჭარის სტატუსის შესახებ. ეხლა კომპეტენციები როგორ არის გადმონაწილებული, ფუნქციები როგორ არის გადმონაწილებული, ეს არის დავის საგანი, ეს სულ სხვა საკითხია. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ თვალსაზრისით საფრთხე უფრო გამოსვლება უმეტესად ყურადღება მიაქციეს არა თავად შინაარსს, არამედ უფრო მეტად საფრთხეს, რომ გჭირდება, არ გჭირდება. ეს არავითარი საშიშროება ამ თვალსაზრისით არ არის. გასაგებია, ბატონო ასენ თქვენი პოზიცია გვითხარით, ანუ უნდა არსებობდეს თუ არა მარტივად დღეს ისევ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ამ ეს სტატუსი. ფიქრობ, რომ არის საზრდა სხვადასხვაობა ამ კუთხით, თუ ამბობთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უნდა არსებობდეს ამ არსებული სტატუსით, მაშინ უნდა გქონდეს არგუმენტები, რატომ უნდა არსებობდეს. და თუ ამბობთ, რომ არ უნდა არსებობდეს, ამის არგუმენტებიც უნდა გქონდეს, რატომ არ უნდა არსებობდეს. მე შემიძლია დავაფიქსირო, რომ მხოლოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრება, რომელიც შეიძლება იყოს, თვითონ თემა არის საკამათო. მე ვფიქრობ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ესეთი სახელწოდების მატარებელი, სტატუსის მატარებელი რეგიონი, ჩვენი რეგიონი არ უნდა იყოს და რატომ? თუ არ ვიტყვით რატომ, ბუნებრივია ეს დარჩება მხოლოდ ესე ვთქვათ, სიტყვებად ის საფუძველი რის საფუძველზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა თავის დროზე შეიქმნა, ეს იყო კონფესიური საფუძველი, ან რელიგიური ნიშნით შექმნილი, ცოტა კულტურული თავისებურების, მაგრამ ძირითადად მაინც კონფესიური. ეს თავისებურება ჩვენს რეგიონში თითქმის აღარ არსებობს. 2002 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სტატისტიკური ჩატარებული გამოკითხვებით, აჭარაში მუსულმანთა რაოდენობა არ აჭარბებს 30%-ს. შესაბამისად, მე ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ნაკლებად არსებობს საფუძველი დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ასე ვთქვათ, არსებობისა და ვფიქრობ, რომ დროა ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, რომ აჭარას ჰქონდეს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორც ეთნიკურად დასახლებულ სხვა ქართულენოვან რეგიონებს, იმერეთს, კახეთს, გურიას და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს იმ ფაქტმა, რომ ვთქვათ, რომ აჭარას არ უნდა ჰქონდეს ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რეგიონის დონეზე არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის თვითმმართველობა. იმიტომ რომ ასეთ ცუდ დღეში კარგახანია უკვე არის იმერეთიც, კახეთიც, სხვა ეთნიკურად ქართველებით დასახლებული რეგიონები, შესაბამისად როდესაც ვამბობთ, რომ აჭარას არ უნდა ჰქონდეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, ანუ პოლიტიკური ნიშნით შექმნილი, ესე ვთქვათ, რეგიონალური თვითმმართველობა, იმიტომ რომ ავტონომიის თვითმმართველობის სახეა, მაგრამ ჩვენ ეს პოლიტიკური ნიშანი გვაღეზიანებს სწორედ. ანუ და ჩვენ სულებითაც არ გულისხმობთ იმას, რომ რეგიონის დონეზე არაფერი არ უნდა იყოს. გურიაშიც, იმერეთშიც, კახეთშიც ჩვენ უნდა წავიდეთ ორდონიანი თვითმმართველობით, ანუ გასაგებია, განვიხილოთ ჩვენ ამ თემაზე საუბარს, მაყურებელი გოლდება და აუცილებლად ვისაუბროთ ბატონო ავტონომიის ჩვენ ამ თემაზე. აქ არ არსებობს რეგიონი იმერეთი, არ არსებობს რეგიონი გურია. ეს არის ისტორიული მხარეები. ანუ ეს სახელმწიფოებრივი სტრუქტურა არ არის როგორც არა, ყოველ შემთხვევაში ყავს ადმინისტრაციული ერთეულია, ყავს გუბერნატორი, არის შესაბამისი აპარატი, არის შესაბამისი საზღვრები. ვისაუბრებთ ჩვენ ამ თემებზე, მაყურებელი გოლდება და შემდეგ აუცილებლად უკაცრავად გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ძალიან საღამოშიდობისა ყველას. საღამოშიდობისა. მადლობთ ყველას მიმართ. ისა დღეს გამოიარეს შემთხვევით პიონერთა პარკში ზოოპარკი რო არის. ხოდა რაღაც წარმომიდგა ჩვენი ავტონომიური წარმომადგენლობა. ხო იქ ბაბუინები დარბოდნენ, ყიდოდნენ, ჭიოდენ. ხოდა ისე მიმაჩნია ჩვენი აჭარის პარლამენტი
კარგით, თუ შეიძლება ვიყოთ კორექტულები და მოკლედ გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები თემასთან დაკავშირებით. და საფუძველს ვერ ხედავთ დღესო ბატონი ასტანი ამბობდა, რომ ისევ არსებობდა საჭირო ავტონომია მინისტრი. აი ამ საკითხში მე ვეთანხმები, რომ ჩვენ აჭარის ასე ვთქვათ ავტონომიის სტატუსი მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის გამო კი არ უნდა განსაზღვროთ. არამედ ჩვენ უნდა გადავიდეთ ბოლოს და ბოლოს ხო არ უნდა ვიცხოვროთ საბჭოთა კავშირში. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ საბჭოთა საქართველოში. მოდი ვაღიაროთ პირდაპირ. იმიტომ რომ ჩვენ არც ტერიტორიული მოწყობის პრინციპები განსაზღვრეთ, როცა დამოუკიდებელი საქართველოს შევქმნით და არც მისი შესაბამისი ხელისუფლების ორგანიზაცია ამ ტერიტორიულ მოწყობაზე ავაწყდა. ანუ ჩვენ საბჭოთა კავშირი დაიშალა, დარჩა საბჭოთა საქართველო და ხელისუფლების ორგანიზაციაც მისი ტერიტორიული მოწყობით პრაქტიკულად კოპირებულია საბჭოთა კავშირიდან. ამიტომ ჩვენ ეს უნდა განსაზღვროთ. ასლანი ამბობს, რომ მე არ მჭირდება პოლიტიკური მემკვიდრეობის გამო აჭარის სტატუსი. არ მჭირდება, ასე ვთქვათ, მისი ისტორიის გამო და არც მე მჭირდება. მე სხვადასხვა უმაღლეს კონკრეტულად იმის რომ ავტონომია გაუქმდეს ეს სტატუსი. სიტყვა ავტონომია ნუ შეგაშინეთ. მე ამ სტუდიიდან ავტონომია სიტყვა ნიშნავს თვითმმართველობას. მეტი არა ავტონომუს ნიშნავს თვითმმართველობას. ჩვენ გვჭირდება რეგიონალური თვითმმართველობა და აგიხსნით თუ ახლა მომცემთ ერთ დროს მე გიხსნით ძალიან მარტივად. ჩვენი შეგნება თვითშეგნება. ეს სხვა საკითხებსაც შევეხებით ბუნებრივია. ქართული შეგნება ზოგადად მოდი ასე რომ ვთქვათ, უფრო არის რეგიონალური. ცნობიერება რეგიონალურია. აი მაგალითად მე შემიძლია მოგიყვანოთ ბოლო დროის რაც მოხდა, აი საქართველოს პარლამენტმა ხელვაჩაურის ძალიან დიდი ნაწილი, ძალიან დიდი ტერიტორია ბათუმს გადასცა. ურეხის ტერიტორია, მახინჯაურის ტერიტორია, ხალხენის მიმდებარე ტერიტორია და ბახელვაჩაური. მოკლედ, აი ჭოროხის, აი მარცხენა სანაპირო და ცენტრალური პრაქტიკულად ხელვაჩაური დაპატარავდა, ბათუმი გაიზარდა. არც და თქვათ შუახეველს, არც ხულოველს, არც ქობულეთელს, არც ბათუმს პრეტენზია ამაზე არ გამოუთქვამს. ხო მართალია? ხელვაჩაურს წაართვა საქართველოს პარლამენტმა და აი ეგეთ რომ რეგიონალური თვითშეგნება რომ არის ქართველებში. მაგრამ აბა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი რამე. თქვათ, აი მაგალითად ქობულეთის ტერიტორია ხო არის? ახლა ამ წუთში აჭარის ადმინისტრაციაში. აი ბოლოსოფელი ქაქუთი საქართველოს პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება და ქაქუთი გადასცეს ოზურგეთის მაზრას, ისა უკაცრავად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ხულოელიც, ქობულეთელიც, ბათუმელიც და შუახეველიც პრეტენზიას გამოთქვამს. აი მეორე მაგალითად, აი თქვა უფრო აი დიოკლისის ხეობა, აი სოფელი აგარა, ღორჯომის ხეობა რომ გადავცეთ თქვა ახალციხის რეგიონს. ბათუმელი პრეტენზიას გამოთქვამს. ანუ შეხედეთ დააკვირდით, შიგრით აჭარის ტერიტორიაზე რაც მოხდა, პრეტენზია არ აქვს ქალაქის, მაგრამ შეზღუდულება საზღვრის ადმინისტრაციის თანაბრად უნდა დაესმოს რომ ყველა რეგიონალურია თვითშეგნება. რეგიონალურ მმართველობაზე უნდა გადავიდეთ. გასაგებ ბატონავთან თქვენ რა ფიქრობთ ამ პოზიციაზე, ხოსეს როცა კონსტიტუციური კანონი მიიღებოდა 2004 წელს, მაშინ როგორც ცნობილია არსებობდა ვენეციის კომისიის დასკვნა და მას ჰქონდა შენიშვნები, რომ ამგვარი დოკუმენტით შეუძლებელი იქნებოდა ჯანსაღი ეფექტური თვითმმართველობის, რეგიონული მმართველობის მოწყობა ქვეყანაში. უნდა გათვალისწინებული იყო თუ არა ვენეციის კომისიის შენიშვნები ამ შემთხვევაში? მე ვფიქრობ გათვალისწინებული არის, მას შემდეგ რაც იქნა მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია. 2008 წელს იქნა მიღებული და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის სრულყოფა. მისი კომპეტენციის შევსება იმ უფლებამოსილებები, რომლებიც აქამდე ცენტრში იყო. კიდევ ერთხელ მეორე ბაგერამ აქვს მემოტანილი 11 კანონ პროექტი, რომელიც განათლების სფეროში, ჯანდაცვის სფეროში, ადმინისტრაციულ სამართალდაღწევათა სფეროში აფართოებს კომპეტენციას. ანუ ავსებს იმ მუხლს, მესამე მუხლის იმ ნაწილს, რომელიც ამტკიცებს, რომ ტერიტორიულ ერთეულს უნდა კონდეს საკუთარი კომპეტენცია. ხო, მაგრამ ბატონი ასტანი ამბობდა, რომ საფუძველიც აღარ არსებობს დღეს, რომ არსებობდეს რეალიური მაშინ მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ, თავიდან მე ვერ ჩამოვაყალიბე თუ რატომ ფიქრობ, რომ საჭირო არის ტერიტორიული ერთეულების არსებობა და მათი საკუთარი ავტონომიის, ანუ თვითმმართველობის არსებობა. თანამედროვე სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო უნდა იყოს აგებული ორი ძირითად პრინციპზე. ეს არის დეცენტრალიზაციის პრინციპი და დეკონცენტრაციის პრინციპი. უნდა მოგახსენოთ, რომ ორივე პრინციპი ჩემი აზრით მიმდინარეობს საქართველოში, მას შემდეგ რაც იქნა მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქცია 2009-2010 წლის კონსტიტუციური რეფორმის შედეგად, მართალია 2013 წლიდან ეს ამოქმედება, მაგრამ მოხდა დეკონცენტრაცია ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე. ჩემი აზრით, უნდა გაგრძელდეს
დეცენტრალიზაცია ცენტრიდან ადგილებზე გადაცემის უფლებამოსილები. ერთი ნაბიჯი მაშინაც გადაიდგა ამ რეფორმის დროსაც, როდესაც კონსტიტუციაში გაჩნდა ახალი მეშვიდე პრიმატავი, უკვე ამოქმედებული ადგილობრივი თვითმმართველობა. ადგილობრივი თვითმმართველობა. მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენთან არ ხორციელდება რეგიონალურ დონეზე. ხორციელდება მხოლოდ მეორე დონეზე, არის პირველ დონეზეც არ ხორციელდება. მეორე დონეზე, მუნიციპალიტეტის დონეზე ხორციელდება. მაგრამ ფიქრობ, რომ ავტონომიის არსებობა დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობა არის, რათა არ მოხდეს ხელისუფლების კონცენტრაცია ცენტრში მხოლოდ. ეს გამომდინარეობს გარდა იმისა, რომ ოპერატიული მართვა იქნება საჭირო, თუ თეორიას მოვიშველებთ, ეს გამომდინარეობს სუბსიდიარობის პრინციპიდან, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სახელმწიფოებში. ანუ საკითხი უნდა გადაწყდეს იქ, სადაც უკეთესად შეიძლება გადაწყდეს. გასაგები ბატონოსთან თქვენი პოზიცია როგორია? ბატონი ავთო, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი პატივის სენს ბატონი ავთოს მიმართ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში მიმდინარეობს დეცენტრალიზაცია, რაც უფრო დრო გადის, ხდება ქვეყნის სრული კონცენტრაცია, ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში და დეცენტრალიზაციის ხარისხი დღითიდღე მცირდება. ავტონომია ამის საფუძველი არ არის, ვთქვათ, რომ ეს ასე არ იყოს. ჩვენ ვამბობთ ჯაბა, რომ გვაქვს სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონი. მე ხა სპეციალურად წამოვიდე ეს კანონი და ეს არის პრაქტიკულად ფიქრობ, რომ ჩვეულებრივ დაწერილი ქაღალდზე დაწერილი ვთქვათ, მუხლები, რომელიც რეალურად არანაირად ფუნქციონირებს და კონკრეტულად ერთ მაგალითს მოგიყვანთ მარტო. ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ავტონომიური რესპუბლიკა და თავრობის თავმჯდომარის ფორმირება როგორ ხდება, როგორ ინიშნება, თქვათ, რეგიონის პირველი პირი. საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს უმაღლეს საბჭოში, ეხლა ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ ფრაქციებთან უნდა გაიაროს კონსულტაციები და ეს უბრალოდ იუმორის საგანია, იმიტომ რომ პრეზიდენტი პარლამენტის ფრაქციებთან არ გადის, თქვათ, კონსულტაციებს და ეს არანც არ გაიაროს უმაღლეს საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციებს. და თუ უმაღლესმა საბჭომ არ დაამტკიცა ჯაბა, იგივე ან სხვა კანდიდატურას წარუდგენს და თუ კვლავ არ დაამტკიცა, უმაღლეს საბჭოს დაითხოვს და დანიშნავს საპრეზიდენტო საბჭოს. რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად პრეზიდენტი ნიშნავს რეგიონის პირველ პირს. ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ავტონომია, კონდეს ძლიერი რეგიონალური თვითმმართველობა და ან პირდაპირ გზით აერჩიოს რეგიონის პირველი პირი აჭარის მოსახლეობამ, ან აერჩიოს იმ საკრებულომ, რომელიც იქნება აჭარის რეგიონის დონეზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს თითქოს რაღაც მაღალი ხარისხის თვითმმართველი ერთეული, ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ პრაქტიკულად ეს არის შეფუთვა იმ უფლებებისა, რომელიც დღეს აქვს აჭარის. ანუ რეალურად ამით თვითმმართველობა ვერ ხორციელდება, თქვენ ამბობთ. ჩვენ განვაგრძობთ საუბარს, მანამდე ახლა ჩვენ უკვე სკაიპით გვერდთვება იურისტი, უფლებათა დამცველი ზაქარია კუცნაშვილი. საღამოშვიდობისა, ბატონო ზაქარია, გესმით ჩვენი ხმა? მოგესალმებით მოხდის თქვენი ხმა. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. რა მინდა გითხრათ, თავის დროზე რელიგიური ნიშნით შეიქმნა აჭარის ავტონომია. დღეს რამდენად ხედავთ თქვენ სამართლებრივ და ლოგიკურ საფუძვლებს აიმისეთ, რომ არსებობდეს ისევ აჭარის ავტონომია ამ სტატუსით? საკითხი საკმაოდ რთულია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ იმისკენ, რომ საქართველოს ტერიტორიული ერთეულები ქონდეთ საკმაოდ მსხვილი უფლებები, ხოლო ჩემთვის სახელწოდება ამ შემთხვევაში უფრო ნაკლები მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსობრივი მომენტი, ანუ უფლებამოსილებების მომენტი. რა უფლებამოსილებებით იქნებიან აღჭურვილი საქართველოს ტერიტორიული ერთეულები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ავტონომიური რესპუბლიკის სახელწოდებით რეგიონალური ერთეულის არსებობას ჯობია უფრო მეტი უფლებები მივცეთ და დავარქოთ აჭარის მხარე, ჩემი სუბიექტური მოსაზრება, მაგრამ მას ჰქონდეს ის უფლებები, რომელი უფლებებით ადგილმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს მისცეს საშუალებას აერჩიოს თავისი ხელისუფლება და აკონტროლოს თავისი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ის ისტორიული მხარეები, რომელიც ჩვენ სამშობლოს აქვს, ეს ისტორიული მხარეები ჩვენ უნდა აღჭურვოთ უფლებამოსილებებით და ეს უფლებამოსილებები უნდა აძლევდეს ადგილზე მცხოვრებ ადამიანებს იმეორებ თავისი ხელისუფლების არჩევის და თავისივე არჩეული ხელისუფლების კონტროლის საკვარის ინსტრუმენტს. არსებული სტატუსი არ იძლევა ამის შესაძლებლობას, თქვენ ფიქრობთ, რომ გახორციელდეს ეფექტური მმართველობა ადგილობრივ დონეზე? სამწუხაროდ არსებული სტატუსი ამის საშუალებას არ იძლევა,
იქიდან გამომდინარე რომ თქვათ ახლა ბატონი ასლანის საუბრობდა უმაღლესი თანამდებობის პირის არჩევის წესზე და იგივე მახინჯი წესი რჩება კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც. ხო, მაგრამ ბატონი ავთანდილი არის ასევე ჩვენ სტუდიაში, სტუმრად და ის ამბობდა რომ გაიზრდება კომპეტენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების. Ну, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, იმიტომ რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის გაზრდა უნდა მოხდეს კონსტიტუციური კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. ხოლო კონსტიტუციური კანონით დამიმართება ჯერჯერობით არანაირი მუშაობა არ წარმოებულა და არავინ არ ვიცით გაიზრდება, იგივე დარჩება თუ შემცირდება. თუ მაგალითით ვიმჯერდეთ, რა მაგალითად ისევ ახალი რეგიონის ლიდერი უნდა იქნეს დანიშნული, ეს მაგალითი იგივეა რაც იქ აქამდე იყო, უბრალოდ ეხლა მთავრობა იქნება ინიციატორი და ანუ რეალურად ისე მართული იქნება რეგიონული ხელისუფლება თქვენ ფიქრობთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ? რა თქმა უნდა, ეს იქნება მართული, იმიტომ რომ დღეს არსებული სამართლებრივი სისტემა პირდაპირ ავალდებულებს ამ კონსტიტუციური კანონის ძალით ამ რეგიონს, რომ თუ არ მიიღებს მის უფლებამოსილებაში მყოფ საკითხებს, ამ საკითხებს არ ეკუთვნიდეს ცენტრალური ხელისუფლება. აი ბატონი ავთანდილის პასუხი საინტერესოა თქვენ სამ შენიშვნაზე. ხომ არ გასცემთ პასუხს ბატონ ზაქარიას, შემდეგ ისე გვეტყვის თავის სათქმას. მე მგონი მე და ბატონი ზაქარიას პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა. ბატონი ზაქარია გამომდინარეობს იქიდან, რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების დეცენტრალიზაცია. ანუ ცენტრიდან უფლებამოსილები უნდა გადანაწილდეს განსაკუთრებულ რეგიონებზე უნდა ისტორიული მხარე იქნება, რეგიონი იქნება, განსაკუთრებული სტატუსის მქონე სუბიექტი იქნება თუ სხვა სახელწოდებით, უნდა გადანაწილდეს ცენტრიდან. მე მინდა გამომახვილო ყურადღება კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე და განსაკუთრებით ბატონ პაადას თქვენთვის. ბატონი ასლანის. ბატონ ასლანის. იცვლება ურთიერთობა ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის. თუ აქამდე ცენტრალური ფიგურა, ну დღემდე და 2013 წლამდე იყო პრეზიდენტი. აბსოლუტურად ხდება გადანაწილება უფლებამოსილებების და ცენტრალური ორგანო ხდება პარლამენტი. ვინ განსაზღვრავს შემდეგ ურთიერთობებს თქვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან? ეს კანონმდებლობით არის გასაკვირი. ეს არის გასაკვირი კონსტიტუციით, რომელშიც დაფიქსირებული არის, დღემდე არის დაფიქსირებული ძველი დებულებები. ამიტომ უნდა წავიმუშაოთ ერთად ან უმაღლესმა საბჭომ, ან ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უფრო სრულყოფილი გახდეს და ნათელი გახდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი. გასაგები. ბატონი ზაქარია, ხომ არ დაამატებდით რაიმეს? მოღოთ მოკლედ. ну აქ ძალიან მნიშვნელოვანია უფლებამოსილებების კუთხით უფრო მეტი თავისუფლების მიცემა რეგიონალური ხელისუფლებებისათვის. რატომ ვამბობ ამას, რომ რეალურად ქართველმა ამომრჩეველმა სწორი არჩევანის გაკეთება სწორედ ყველაზე მასთან ახლოს მდგომი ხელისუფლების არჩევით უნდა ისწავლოს, თუმცა მარტო ხელისუფლების არჩევა არ არის საკმარისი დემოკრატიისათვის, აუცილებელია ჩვენ ერთის მხრივ თავად ხელისუფლება შევზღუდოთ სამართლიანი კანონების ძალით, ხოლო მეორე მხრივ თავად ხალხი შევზღუდოთ ასევე სამართლიანი კანონების ძალით, რომ არჩევნების შედეგად მათ მიერ წარმოადგენილი წარმომადგენლები ასრულებენ გარკვეული დროით მათ ფუნქციებს, თუმცა წარმომადგენლობით დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ თუ ავირჩევთ 4 წლით აჭარის უმაღლეს საბჭოს, ეს საბჭო რამაც უნდა იმას გააკეთებს ამ 4 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა ბატონო ზაქარია. დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენ შეზღუდულები ვართ დროში. დიდი მადლობა რომ გამოხადეთ თქვენი პოზიციას. კარგის საშუალებით ეს იყო იურისტი ზაქარია კუცნაშვილი. ბატონო ჯაბა, როგორც ჩანს, უფრო პრობლემა შინაარს არ ვანიჭებთ ყურადღებას, ვიდრე სათავეს. ეგ უფრო ჩვენ გვეჩვენება რომ აჭარის ავტონომია ასეთი არ უნდა იყოს დასახელებას ვაქცევთ ყურადღებას. დასახელებას ვაქცევთ ყურადღებას. მოკლედ განსაზღვრულია დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ხო არის ბალანსი. ამისთვის სპეციალური მეთოდებია პირდაპირ აი მათემატიკურ აპარატამდეა მისული დემოკრატიულ ქვეყნებში რანაირად დაბალანსდეს სხვადასხვა შტოები. აი ამ დაგვარად არა მარტო ჰორიზონტალში უნდა დაბალანსდეს, ვერტიკალშიც ხელისუფლებები უნდა დაბალანსდეს, ამიტომ ქვედა დონის ხელისუფლების არსებობა არის აუცილებელი პირობა, რომ ზედმეტი ცენტრალიზაცია არ მოხდეს იქ. და აი ზედმეტ ცენტრალიზაციას შემდეგ რაც მოხდება, თუ მოხდება, ხო? აი ცენტრისკენ უძალებს, ცენტრიდან უძალები მოსდევს და შემდეგ იწყება სეპარატისტული პროცესები და ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, ეს პირდაპირ აი ეს კონსტიტუციურად უნდა იყოს გარანტირებული. დიდი მადლობა მაყურებელი გოლოდება შეკითხვით გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. ჩემი აზრით მაინც უნდა იყოს ავტონომიაც
ეს ერთი მეორე კიდევ რომ თქვენს ახლა ამ წუთში აუცილებელი აღარ არის უკვე ქრისტიან და ხალხი და რაღაცა ჯერ ერთი სოფლებში მოიკითხეთ და მე თქვით მაგი და კიდევ ჩემი აზრით ავტონომია უნდა იყოს და ბევრმა თქვენგანმა თქვა რომ აი ზუსტად ის უნდა იყოს რომ საქართველოში არჩევითი კანონები უნდა იყოს, უნდა აირჩიოს ხალხმა, იმ ხალხმა უნდა შეეკითხოს იმ უпростоრად იმ დეპუტატმა უნდა შეეკითხოს ხალხს რა უნდა მიიტანოს მთავრობამდე. აი ყველაფერიდან ნუ გავაღიზიანებთ ხალხს, იქ მუსლიმანიც არის, ქრისტიანიც არის, ყველას მხოლოდ იყოს არჩევითი კანონები და აი მაშინ ყველაფერი დაწონარდება და იქნება სწორედ. ჩემი აზრია. გასაგებია, შეკითხვა ხომ არ გაქვთ ცნობრებთან? შეკითხვა ის მაქვს, მაინც რაც ჭირდება წამოყენება ამ აზრის რომ იყოს უნდა თუ არ უნდა იყოს ავტონომია. მაინც რა საჭიროა ეს გაღიზიანებები ეს იგი რაღაცა. გასაგებია. მაგას მე ბოლო ხარ ბატონმა სანოკლებას ეს ტელემაყურებელს უნდა ვისაუბროთ თუ არა ჩვენ საერთოდ ამ თემაზე, ანუ გავფრთხეს, არ უნდა გავფრთხეს. აჭარის დამოუკიდებელი ექსპერტთა კავშირი იყო პირველი ორგანიზაცია, რომელიც დაიწყო ღიად ამ თემაზე საუბარი. ჩვენ არ შევშინები ვართ ამ სათუთ თემას და ვფიქრობ, რომ ეს ნავსი გავტეხეთ და ძალიან კარგია, როდესაც თქვენი გადაცემის პირველი თემა მიეძღვნა სწორედ ამ თემას. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ნელ-ნელა უნდა შევაჩიოთ ყური ჩვენი ტელემაყურებლის ჩვენი. ხო, მაგრამ ფორმას მნიშვნელობა არა აქვს ბატონი მურმანი ამბობს. არა აქვს, მართლაც არა აქვს ჯაბა მნიშვნელობა და თუ არა აქვს მნიშვნელობა, მაშინ დავარქვათ. მაშინ რატომ არ გავხსნდეს? არა, არ გავხსნებაზე აქ არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკი არის მოდიფიცირებაზე. ჩვენ რეგიონალურ დონეზე თვითმმართველობა უნდა გქონდეს, ამაზე არავინ არ კამათობს. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა თავისი გერბით, თავისი კონსტიტუციით, თავისი ატრიბუტებით, ატრიბუტებით გასაგებია, მაგრამ მაშინ უნდა გქონდეს გურიასაც, მაშინ უნდა გქონდეს იმერეთსაც. რითგან სხდება აჭარის რეგიონი? თქვათ სხვა ეთნიკურად ქართველებით დასახლებული რეგიონებთან. თუ ვინმე მეტყვის, რომ რაიმე ერთი განსხვავება არსებობს ამ რეგიონებს შორის, მე გეტყვით ახლა თუ კი ვინმე იმსახურებს საქართველოში თქვათ ეთნიკურად ქართველებით დასახლებული რეგიონებიდან ავტონომიას, ჩვენზე მაღალი ხარისხის ავტონომიას, ეს არის სამეგრელო და სვანეთი. მათ აქვთ საკუთარი ენა. ისინი მათ აქვთ საკუთარი სამეთყველო ენა. შესაბამისად, არანაირი საფუძველი რომ აჭარას კონდეს განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი სხვა ქართული ეთნიკურად ქართველებით დასახლებული რეგიონებისგან უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, ჩვენმა ტელემაყურებელმა სწორად უნდა გაიგოს. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაუქმებთ რეგიონის დონეზე კი ერქოს ავტონომია, ხო? არა. ჩვენ ვამბობთ, რომ მას არ უნდა კონდეს პოლიტიკური ნიშა, ავტონომიური რესპუბლიკა, მას უნდა კონდეს კაფეო ჩვეულებრივი, რასაც ჩვენ ვეძახით კიდევაც. აჭარის რეგიონი, გურიის რეგიონი, იმერეთის რეგიონი და მათ უნდა კონდეს თანაბარ. ახლა კი მოვისმენთ, რა ის ფიქრობს ხალხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმენთ ჩანაწერს, რომელიც გაკეთებულია ბათუმის ქუჩებში, ჟურნალისტმა ირინა ყურვა მოამზადა, გთხოვთ. მე მაინტერესებს ავტონომია უნდა იყოს თუ არა აჭარაში. მომავალში გვექნება ავტონომია და როგორი ავტონომია გვექნება? რატომ არ აქვს ავტონომიას ის უფლებები, რაც უნდა გქონდეს? რო გვაქვს ავტონომია, სხვა კუთხეზე უფრო ძლიერი რითი ვართ. აი ესეთია ხალხის შეკითხვები, ამ შეკითხვებზე პასუხს ჩვენ მოვისმენთ რეკლამის შემდეგ. რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმრები გასცემენ ამ შეკითხვების პასუხს. ჩვენ ასევე ჩაგორთვებიან ტელეფონით საქართველოს პარლამენტის წევრი თემურ ჩარკვიანი და ახალი მემარჯვენების ერთ-ერთი ლიდერი მანანე ნაჭყებია. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით და განვაგრძობთ საუბარს აჭარის ავტონომიის შესახებ. დაგველოდეთ. გადაცემა უპასუხეთ ხალხს პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. მე შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება ან დასვათ შეკითხვა. დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 27 69 25 ან დაგვიმეგობრდით Facebook-სა და Skype-ში ლათინური შრიფტით გვერდზე უპასუხეთ ხალხს და გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები. დიდი მადლობა. ჩვენ მოვისმენთ ხალხის შეკითხვები, ისინი ელოდებიან თქვენს პასუხებს. ბატონო მურმე, თქვენგან დავიწყოთ. მოდი ბატონო ჯება ცოტა უფრო გავშალოთ ეს თემა და ცოტა სიღრმეში წავიდეთ უკან. იმიტომ რომ ძალიან უნისონში გამოდის და მე მეჩვენება პირდაპირ ხედავ ეკრანს რომ მეჩვენება რომ ყველა ერთნაირად ლაპარაკობთ ერთი და იმავე აზრის ავართ და სინამდვილეში შესაძლებელია მე მგონი მაიცა და მაინც აი მაგათ აი ასლანი ორჯერ ახსენა რომ ავტონომია აჭარის არის შექმნილი კონფესიური ნიადაგზე ხო და ახსენა აი მე მგონია რომ კონფესიური ნიადაგზე არ არის აჭარის ავტონომიის შექმნება
აჭარის ავტონომია ტერიტორიულ ნიადაგზე არის შექმნილი ტერიტორიულ საპრეტენზიო ნიადაგზე. ერთი დიდი იმპერია გაუქმდა, ჩემო ასლან, ოსმალეთის იმპერია, მეორე იმპერია წარმოიშვა ამ ორი იმპერიას, იმ ნარჩენსა და ახალ წარმოშობილ იმპერიას ტერიტორიული დავები ჰქონდათ და აი ნაციონალური პრინციპი იყო ლენინის აიქა რომ ამ ახალ დავებში აღარ ჩართულიყო და რაღაც ნაწილი იმას დაუთმო, მეორე ნაწილი აქეთ დარჩა და აი ამის გამო შეიქმნა ეს ავტონომია. ეხლა ამ პოლიტიკური მემკვიდრეობის გამო კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ჩვენ ავტონომია ამ პოლიტიკური მემკვიდრეობის გამო არ გვჭირდება, მაგრამ შინაარსობრივად რეგიონალური თვითმმართველობა ნამდვილად ჭირდება. სხვათა შორის ბატონო ავთანდი მე რომ უმაღლეს საბჭოს წევრი ვიყავი, კატეგორიულად მოვუთხოვე რომ აჭარის კონსტიტუციაში აი ეს ჩვენი პრეროგატივა იყო უფლებამოსილება იმის უმაღლეს საბჭოს წევრებისა, იმიტომ სტატუსი პარლამენტმა დაწერა, სხვათა შორის ამის კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ. სტატუსიც დაწეროს თავად აჭარის უმაღლეს საბჭომ, მაგრამ დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა. უფრო უკეთესი იქნება. ეხლა სტატუსიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და თავადაც დაამტკიცა. მაშინ აჭარის უმაღლეს საბჭო რას აკეთებს? აი კონსტიტუციას კი ღებულობს, აჭარის უმაღლეს საბჭო ვერ ღებულობს. უბრალოდ კონსტიტუციას ღებულობს, მაგრამ ამტკიცებს პარლამენტი. აი სტატუსიც რო ამ დონეზე იყოს, არაფერი ურიგო არ იქნება. მე გამოვედი წინადადებით, რომ აი მაგალითად საქართველოს კონსტიტუციას აქვს პრეამბულა, ხო მართალია? პრეამბულა, რომელიც ძირითადად განსაზღვრავს კონსტიტუციის შინაარსს. აჭარის სტატუსი ჩადებული იყო ეს პრეამბულა და ეს დავები მოიშლებოდა. აი ჩვენ უნდა ჩაგვეტო რომ ჩვენ ვღებულობთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის სტატუსის შესახებ კანონს იმის გამო რომ გადავდივართ სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის სრულიად ახალ მოდელზე თვითმმართველობის პრინციპების დასამკვიდრებლად. ჩაგვეწერა და აი ამის შემდეგ მოსახლეობას უფრო იოლად აუწყდება. დიდი მადლობა, დიახ. ბატონმა მურმონა ძალიან კარგი ისტორიული ფაქტი შემახსენა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის წინაპირობები რა იყო? 1921 წლის 16 მარტს ქემალისტურ თურქეთსა და ლენინ რუსეთს შორის მოსკოვში გაფორმდა რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულება. და სწორედ აქ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებას ჩაიდო ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის იდეა. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს ამ არსებული სტატუსით და სახელწოდებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და პლუს ამას შემდგომ ყარში 13 ოქტომბერს, ამავე წლის 13 ოქტომბერს საქართველოს თქვა გასაბჭოების შემდეგ ჯერ კიდევ საქართველოს ხელისუფლება ბათუმში არის, ჯერ არ გაქცეულა. ჯერ კიდევ საქართველოს ხელისუფლება, ლეგიტიმური ხელისუფლება არის ბათუმში და ამ დროს ჩაყავს საბჭოთა რუსეთს იქ მარიონეტი მოსკოვის დროს არ იყო გაქცეული. არა, მოსკოვის ხელშეკრულება 16 მარტს არ იყო გაქცეული, მაგრამ ყარსის ხელშეკრულება ცოტა გვიან დაიდგო შემოდგომაზე და ამ დროს უკვე წასვლა. მოსკოვის ხელშეკრულება როცა დაიდო, ბათუმში იყო ლეგიტიმური ხელისუფლება. ანუ ლეგიტიმური ხელისუფლების გვერდის ავლით თქვა მოხდა ამ საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმება და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები დამეთანხმებიან რომ ის საერთაშორისო სამართლებრივი აქტი რომელიც აი ესეთი შინაარსით არის დადებული როდესაც არ მონაწილეობს მასში თქვა ის მხარე რომელიც არის კანონიერი მხარე არის ბათილი. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ რომ ესე იგი მოსკოვის ხელშეკრულება ეს არის პრაქტიკულად საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების მიხედვით არის ბათილი საერთაშორისო სამართლის. ანუ მოკლედ რომ გითხრათ ანუ ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი ჯაბა იმისა თუ რატომ არ უნდა არსებობდეს აი ამ ფორმულირებით აჭარის ავტონომია. გასაგებია ბატონო ავთანდი თქვენი პასუხი საინტერესოა და ასევე მაყურებელს რომ უპასუხოთ ვერ გაგვიგე რატომ უნდა არსებობდეს აჭარის ავტონომია და ერთხელ კიდევ მოკლედ ანიცო იგივე ბატონი ასმანის შეკითხვაზე იყო რატომ უნდა ქონდეს აჭარის ცალკე გერბი დროშა და ასე შემდეგ თუ გაგ საუბარია უბრალოდ ძლიერ თვითმმართველობაზე. გერბი და დროშა გააჩნია ფეხბურთის გუნდს. გერბი და დროშა გააჩნია მუნიციპალიტეტს პატარას ქალაქებს. ანუ ეს არ არის სახელმწიფო სუვერენიტეტის ამსახველი სიმბოლიკა. თუმცა შეიძლება ეს იყოს ნამდვილად. ამიტომ მე არ მგონია რომ ავტონომიურობა მისი გამოიხატება დროშის არსებობაში და შექმნის საფუძველი დააყენა ასევე ჩვენს ბატონმა ასლან. შექმნის საფუძველს რაც შეეხება მე ალბათ ამ დავაში ვერ ჩავებები, ეს ალბათ ისტორიკოსების განასაწყვეტი არის და გამოვდივარ პოზიტიური სამართლიდან. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ საბჭოთა კონსტიტუციებშიც 21 წლის კონსტიტუციაშიც ავტონომიის სტატუსი არის დაფიქსირებული. 21 წლის კონსტიტუციაში არის დაფიქსირებული. კონსტიტუცია რომელიც იყო მიღებული იმ ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ, რომელიც თქვენ ახსენეთ ამ ეტაპზე, ხო? ეს ერთი. მეორე, მე ბატონ ნურმანს მინდა შევეხმიანო, ჩემთვის ნონსენსი არის ცალკე კონსტიტუციური კანონის არსებობა სტატუსის შესახებ და ცალკე კონსტიტუციის არსებობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის. მე კონსტიტუციური რეფორმის დროსაც მოვიტყოდი რომ გაერთიანდეს ეს ორივე აქტი, ჩამოყალიბდეს, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს სტატუსი, შეივსოს ეს სტატუსი, როგორც შეეფერება ავტონომიურ ტერიტორიულ ერთეულს. ეს ერთი და მეორე, იმავე კონსტიტუციური რეფორმის დროს
ჩვენ ვაფიქსირებდით, რომ 4 სუბიექტს საქართველოში უნდა კონდეს განსაკუთრებული სტატუსი. ჩვენ არ ვამბობდით, უნდა იყოს რესპუბლიკა, უნდა იყოს ავტონომია, ვამბობდით, უნდა იყოს განსაკუთრებული სტატუსის მქონე 4 ერთეული. ეს არის აჭარა, ეს არის აფხაზეთი, ეს არის თბილისი და ეს არის, პირობითად დავარქვათ ამას, ცხინვალის რეგიონი. განსაკუთრებული სტატუსი, რა მოცულობის იქნება ეს სტატუსი? შეიძლება ერთი დელიკატური თემას დავაყენო მე აქ. წარმოვიდგინოთ, რომ დაიწყო რეალური მოლაპარაკება აფხაზეთთან. და აფხაზები გვეუბნებიან, რომელ ფართო ავტონომიაზე გვეუბნებით ჩვენ, როდესაც ავტონომია არსებობდა, რეალური ავტონომია თქვენ გააუქმეთ. ავტონომია პრინციპულად ვერ დაგეთანხმებთ, იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი სხვაობა აჭარასა და აფხაზეთთან შედარება, ეს მე ვფიქრობ, რომ აფხაზი არის ერი, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ერი, ჩამოყალიბებული ერი და მისი თქო გათანაბრება აჭარასთან, ეს არის მე ვფიქრობ აჭარაში ცხოვრობილი ადამიანების მაყურებელი გოლდება შემდეგ გავუძოთ დისკუსია ოპტიმალური მოწყობის პრინციპი. გასაგები მაყურებელია ჩვენს ეთერში, გისმენთ თუ შეიძლება მაყურებელს მოუსმინოთ და შემდეგ განვაცხადოთ. და არ მინდა მე ეს. გასაგებია, მადლობა. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩაბა თქვენს მონესტოთ მივესალმები, ავტომობილ ბერიძე გახლავართ. თქვენის ნებართვით მინდა რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ ამ სტატუსთან დაკავშირებით და აჭარის ავტონომიასთან დაკავშირებით. ჩემი აზრია, პირადად ჩემი აზრი, რომელიც შეჯერებულია მე ვფიქრობ უამრავ ადამიანთან, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან. მე ვფიქრობ, რომ ავტონომია როგორც ასეთი უნდა იყოს. ეს არის თვითმმართველობა. მურმანმა კარგად ახსნა, ავტონომია თვითონ ამ სიტყვამ არ შეგვაშინოს, ავტონომია ეს არის თვითმმართველობა და თვითმმართველობა აუცილებლად უნდა იყოს. მაგრამ მე პირადად ყურს მჭრის სიტყვა რესპუბლიკა. ჩემის აზრით რესპუბლიკა არ უნდა იყოს. აჭარის ავტონომია. უნდა იყოს ავტონომია, მაგრამ არა რესპუბლიკა და ასეთივე ავტონომია, ანუ თვითმმართველობა უნდა კონდეს საქართველოს ყველა რეგიონს. მე ვფიქრობ, რომ იმ რეგიონებს, რომელსაც საქართველოს დღეს ფლობს და მართავს, ანუ წარსნეული რეგიონების, დროებით წარსნეული რეგიონების გარდა, ყველა რომელიც დღეს არის, მაგალითად იმერეთი, კახეთი და შემდეგ ყველას უნდა კონდეს ერთი სტატუსი, ყველას უნდა კონდეს თვითმმართველობა. აუცილებელია დეცენტრალიზაცია. ეხლა რაც შეეხება ბატონი ავთანდილის რობდანდება მან თქვენთან სტუდიაში. ჩაბა მე ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან სწორად შეარჩიეთ დღევანდელი ამ აუდიტორიის რესპონდენტები. მან ეხლა თქვენ გყავთ ოპოზიცია მურმან დუმბაძე, გყავთ ექსპერტი ასტრონ დორტკიფანიძე და გყავთ ხელისუფლება თანდელ დემეტრაშვილი. ეს იყო მოკლედ შეიძლება სამი იქნებოდა. დიახ, კი ბატონო, ეხლა გეტყვით იმ თანამდებობაზე ბატონი ავთანდილის ხელისუფლების ხელდასმულია და ხელისუფლების აზრებს ახმოვანებს, როცა ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა 11 კანონი. რა არის თქვენთვის მიუღებელი კონკრეტულად, ანუ რასაც ამბობდა ბატონი ავთანდილი, ანუ შეგიძლია თქვით კონკრეტულად. ბატონი ავთანდილი უბრალოდ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა და 11 კანონ პროექტია მომზადებული და თითქოს ეხლა ამ კანონ პროექტებს მივიღებთ და აჭარის ავტონომიის სტატუსი ჩადგება იმ დონეზე, რასაც მოითხოვს ჩვენი მოსახლეობა და როგორც დიდი მადლობა, რომ გამოხადეთ თქვენი პოზიცია და გვიყურებთ. და აქვე მე გეტყვით, რომ მაყურებელმა შეგვახსენეს ვერ გამსახურდია ეს ფრაზაც, მებო თქვენ აჭარელებო, თქვენ ქართველები ხართ და აჭარის ავტონომია უნდა გაუქმდეს. რაც უპასუხებთ ბატონი ავთანდილი თქვენ მაყურებელს, რომელიც ახლა გირეკავდეთ. მე უპასუხებ, ჩემი პოზიცია უკვე ჩამოვაყალიბე. გასაგებია, აი მაშინ მე რამე დაგითხოთ, როცა საუბარია იმაზე, რომ შეიძლება კომპეტენციის დონე, ხო? ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი მართლაც არის უმაღლესი საბჭოს რა ფუნქციები და როლი ექნება. თქვა იგივე შეიძლება, თქვა ის მომენტი, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მართლაც აირჩევს უმაღლესი საბჭო, ისე რომ პრეზიდენტი ამაში ვერ ჩაერევს. ეხმადელი მოცემულობით თუ კი პრეზიდენტი წარმოადგენენ კანდიდატურას არ დაუჭერს მხარს უმაღლესი საბჭო, უმაღლესი საბჭოს დაითხოვს პრეზიდენტი. ანუ უმაღლესი საბჭო დგება მდგომარეობაში, რომ უნდა დაუჭიროს მხარი იმ კანდიდატურას, ვისაც წარმოადგენს პრეზიდენტი. ანუ შეიძლება თუ არა რეალური მდგომარეობა და უფლებამოსილება კომპეტენციის კუთხით. ჯაბა ეს ჩემთვის პრინციპული საკითხი არ არის. ჩემთვის პრინციპული საკითხი არის რა უფლებამოსილებები ექნება აჭარის ავტონომიას. ხო, მაგრამ უმაღლესი საბჭო ადგენს ბიუჯეტს, ამტკიცებს ბიუჯეტს, შემდეგ განკარგავს მას და აკონტროლებს მის ხარჯვას, ხო? მას თუ არ ექნება ეს უფლებამოსილება ვერ გააკეთებს ამ ყველაფერს, ხო? და ამიტომ ვამბობ მე რომ უნდა განსაზღვროს ზუსტად რა უფლებამოსილებები ექნება მთავრობას, აჭარის მთავრობას, რა უფლებამოსილებები ექნება წარმომადგენლობით ორგანოს. ეს იქნება უმაღლესი საბჭო. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, როდესაც მე პირველად წავიკითხე კონსტიტუციაში, რომ მთავრობის ხელმძღვანელს აქვს ვეტოს უფლება. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მას შეუძლია იმ შემთხვევაში თუ ორჯერ არ დაამტკიცა
მის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა შეიძლება დაითხოვოს ეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს აქვს ეს უფლება. ცენტრალურ ხელისუფლებას პრეზიდენტს აქვს უფლება მხოლოდ საგანგებო ვითარებაში და იმ შემთხვევაშიც თუ არა ასეთი რამ სტატუსი არ არის თავმჯდომარის კანდიდატურა არ არის. ვერ გავიგე აჭარის მთავრობას აქვს უფლება ვეტოსი? მთავრობის ხელმძღვანელს. ვეტო ვისი აქვს? ასეთი რამ სტატუსი არ მახსოვს. კანონ პროექტს როდესაც წარუდგენს პარლამენტი უმაღლესი საბჭო და არა, ასეთი არ არის. როგორ არა გაჩვენებთ? არ ვიცი ახლა შევს დროს არ ეკვეთყო ბოლო შეიძლება იყოს უმაღლეს საბჭო აი მიიღო კანონი ხელმოსაწერად უგზავნით მთავრობის თავმჯდომარე ეს არის კარგი იმიტომ რომ მათ შორის ბალანსი მყარდება მაგრამ თუ მთავრობის თავმჯდომარე არ აწერს ხელს განსაზღვრული დროის განმავლობაში მაშინ უმაღლესი საბჭო თავადღებულობს ამ გადაწყვეტილებას არა მე ვეთანხმები ბატონო ავტოს ამ შემთხვევაში ვეთანხმები მას აქვს ვეტოს უფლება და ვეტო გადაილახება 3/5 ჩვეულებრივი კანონით ბატონო ავტოს ამ კომპონენტში ვეთანხმები კი არა მე ვეთანხმები მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ეს არ არის მნიშვნელოვანი რაც ეხება ბატონო ერთი მნიშვნელოვანი მომენტია უნდობლობის საკითხი უყურეთ ახლა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას სითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ხდება მისი თქვათ დანიშნა თანამდებობაზე და როდესაც უნდობლობის საკითხზე მიდგება საქმე უმაღლეს საბჭოს შემადგენლობის 2/3-ია საჭირო იმისათვის რომ მთავრობის თავმჯდომარე გადააყენოს ესე იგი კიცდება ნახევარზე მეტით აი ამ კვოტებით და საჭირო არის 2/3 იმისათვის რომ მოხდეს მთავრობის თავმჯდომარის გადაყენება ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ წარმომადგენლობითი ორგანოს როლი არის ნომინალური ჩვენს რეგიონში და მას რეალური ხელშესაყრებლები არ აქვს და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია უმაღლეს საბჭოში, თავარი ფუნქცია, რაც ერთ-ერთი რეალური ბერკეტი რაც აჭარის უმაღლეს საბჭოს აქვს, ეს არის ბიუჯეტის კონტროლი. ამის არანაირი ბერკეტი მას არ აქვს. ანუ მას უნდა კონდეს კონტროლის პალატა, ხო? კონტროლის პალატა, რომელიც აკონტროლებს ბიუჯეტის ხარჯვას. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. ნუ წარუდგენს რაღაც უმაღლეს საბჭოს ამკაცებს ფორმალურად. ანუ ერთადერთი უფლება უმაღლეს საბჭოში, საბჭოსი რომ მან აკონტროლოს ქვეყნის რეგიონის ბიუჯეტი, ამასაც თქვათ ვერ ახორციელებს, იმიტომ რომ თქვათ იქ ამის ხელ არ ეწიფებათ იმ ადამიანებს, უბრალოდ ამის შესაძლებლობა მათ უბრალოდ. განსაკუთრებია. რესპუბლიკური პარტიის წევრი დათო ზურაბიშვილი ახლა ჩვენთან სატელეფონო ხაზზე საღამოშობისა ბატონო დავით. გამარჯობა მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გითხარით თქვენი და ასევე რესპუბლიკური პარტიის პოზიცია, რატომ უნდა არსებობდეს აჭარაში ავტონომია, ან არ უნდა არსებობდეს? თითქოს უნდა არსებობდეს თუ არ უნდა არსებობდეს. ახლა ეს არის ასეთი საკითხი, ერთი მხრივ ეს არის ისტორიული საკითხი და ისტორიულად რაღაცა როგორ შეიქმნა ეს ავტონომია რა პირობებში და იყო და როგორ იყო ეს ერთი ამბავია. მეორეა ის რეალობა, რომელიც გვაქვს. ეს პრინციპში არის თითოს აჭარის მოსახლეობის გადასაწყვეტი საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა. საერთოდ საქართველოს მოსახლეობის აზრით თავისთავად ეს აჭარის ავტონომია საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი იყო სრულიად გარკვეული მიზეზებით და არ ჰქონდა რაღაც ასეთი ეთნიკური საფუძველი იმდენად უფრო თურქეთის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა ეს ცნობილია. ეხლა არის ის რეალობა, რომელიც გვაქვს. ახლა პრობლემა ჩვენთვის, ჩვენი ჩემი ხედვითაც და რესპუბლიკური პარტიის ხედვითაც არის ის, რომ ჯერ ერთი როდესაც ლაპარაკობთ ავტონომიაზე, ესე იგი რა ტიპის ავტონომია, ანუ რაღაცა უნდა კონდეს, რაც აი ამ ავტონომიურობას უზრუნველყოს. არა რეალურად ეს ავტონომია არის ფიქცია. ანუ ასეთ სიტუაციაში საერთოდ არ ეთქოს იჯობია, იმიტომ რომ რას გულისხმობთ კონკრეტულად, რატომ არის ეს ავტონომია ფიქცია? ანუ პრაქტიკულად ფიქცია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასაც უნდა ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს იმას, ანუ არც არის გამოკვეთილი ის ფუნქციები, რაც ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას უნდა კონდეს გამიჯნული უფლებამოსილებები, იგივე ბიუჯეტის კონტროლი იყო ამაზე ლაპარაკი. მეორე მხარეა, რომ ძალიან ბევრი ისეთი საკითხები, რასაც დაუშვათ იგივე აჭარაში თქვათ, სხვაგანაც აი ავტონომიას მიაწერენ. ალბათ არის უფრო თვითმმართველობის საკითხები, რომელიც ასევე არ არის საერთოდ საქართველოში. და ეს ანუ არა მარტო აჭარის პრობლემა, არამედ ნებისმიერ რეგიონის პრობლემა. როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხები და რეალურად რა სტატუსი უნდა კონდეს იგივე აჭარეს? ანუ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? რეალურად როგორ უნდა მოწესრიგდეს? ჩვენ როგორც გითხარით, წარმოგიდგენია რომ ისტორიულად ეს იყო არასწორი თავისუფლების ამის გაკეთება, მაგრამ დღეს დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ეს არის თითქოს აჭარის მოსახლეობის გადასაწყვეტი და შეიძლება რეფერენდუმზე ვილაპარაკოთ და საზოგადოებრივი აზრის მიხედვით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და საკმაოდ ასე ვთქვათ გარკვეული აი ამ ფაქტორის გათვალისწინებით. ანუ ასე რომ ვთქვათ რომ ხვალე გავაუქმოთ ან არასრულ უნდა იყოს, ორივე იქნებოდა არასწორი.
გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ და გამოხატეთ თქვენი მოსაზრება პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა. ბატონი დავით უფრო ასე ვთქვათ, უფრო შეკუმშულ ვარიანტს განიხილავს, ის ამბობს რომ თქვათ ავტონომიის საკითხის ეჭვის ქვეშ თუ დადგა და თქვათ რეფერენდუმამდე მივიდა საქმე, ეს არ უნდა იყოს საქართველოს მასშტაბით რეფერენდუმი. ის ამბობს რომ ეს არის გადასაწყვეტი საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც აჭარის ავტონომიის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. პრინციპში ეს ახაც ამ კუთხით სწორია წასვლა. მოკლედ, აი ეს კითხვა რო აღარ განმეორდეს, მე ჩემს პოზიციას ამასთან ვაფიქსირებ და საბოლოოა ეს პოზიცია. მე ვფიქრობ, რომ ქვედადონის ხელისუფლებები უნდა არსებობდეს საქართველოში, იმისათვის რომ დააბალანსოს ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებები და რაც შეიძლება მეტი კომპეტენციები გადმოვიდეს ქვევით, იმისათვის რომ რაც ქვედადონეზე ადამიანს შეუძლია იმის გაკეთება, ნუ ჩაერევა ზედადონის ხელისუფლების კომპეტენციები ბატონი ავთანდელი. კარგია, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიბრძოლეთ, თუ ჩვენ ამაზე არ ვილაპარაკეთ, მოქალაქეებს არ მივახვედრეთ ამის შინაარსი, მაშინ ეს არ შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების იმანენტური, ასე ვთქვათ, მუცლიდან თანდაყოლილი თვისება აროთ, თავისი ძალაუფლება რაც შეიძლება გააძლიეროს და თუ ჩვენ მოვითხოვთ, მაშინ უნდა მივიღებთ. უნდა მოვითხოვოთ ძალიან ბევრი და უნდა ვილაპარაკოთ ძალიან ბევრი ამის შესახებ. კარგით, გასაგებია, ჩვენ მოვისმინოთ ხალხის მოსაზრებები თუ რას ფიქრობენ ისინი აჭარის ავტონომიასთან დაკავშირებით. ნახოთ ვიდეო. თქვენი აზრით უნდა კონდეს თუ არა აჭარას ავტონომია? არა მგონია ჩემი აზრით. არა საჭირო. მე ვფიქრობ არ უნდა კონდეს. ქვეყნის რომელიც როგორც საქართველოს პატარა ქვეყნისთვის ავტონომიები არა საჭირო საერთოდ. მე ასე ვფიქრობ. რატო დაკარგო? ოჰო, აბა რატო დავკარგოთ? ბაბუა ბებების მოდეს და ახლა უცბად დაკარგვა შეიძლება არ შეიძლება? ავტონომია რა შეესაჭირო? არ არის საჭირო არაფერს. ჩემი ასეთი. ასეთი იყო ხალხის მოსაზრებები. ჩვენ რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს, არა თუ შეიძლება რეკადეციაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ ჩვენ საუბარს ისევ აჭარის ავტონომიის შესახებ და ასევე ჩვენი კადეტ სტუდიის სტუმრები გასცემენ პასუხს ხალხის მოსაზრებებს. დაგვრჩათ და მანამდე შეგიძლიათ გამოგგზავნოთ თქვენი შეკითხვები Facebook-ის და Skype-ის საშუალებით, მოგზავნოთ გვერდზე, უპასუხეთ ხალხს და მოგწერეთ თქვენი შეკითხვები. დაგვალოდეთ. კომპანია სპეცტექნიკა გთავაზობთ ახალ და მეორად სამშენებლო, საგზაო, საზღვაო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სპეციალურ ტექნიკად ანადგარებს ხარისხის გარანტიით, რომლებიც 15-20 დღის ვადაში შემოყვანილი იქნება ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის კომპანია გაძლევს საშუალებას 60 და 40%-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში ისარგებლოთ სწრაფი განვადებით. ტელეფონი 599 99 44 99. რბილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია ზობაბა გიწვევთ ახალ თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო ცენტრში. ზობაბა თავის ქსელში წარმოგიდგენთ გაუმჯობესებული ხარისხის რბილ ავეჯსა და ლამინატის აქსესუარებს. კომპანია ღებულობს შეკეთებს სასტუმროებისა და ოფისებისათვის. ასევე სავაჭრო ცენტრში იყიდება თურქეთიდან შემოტანილი ბრენდის ქილინის რბილი ავეჯი და აქსესუარები. ავეჯის შეძენა შეიძლება როგორც განვადებით, ასევე პლასტიკური ბარათით. მისამართი ბათუმი ხელვაჩაურის გზატკეცილი მეჯინისწყალი, აეროპორტის გზატკეცილი ნომერი 1. შეპესე ზობაბა გთავაზობთ კიდევ ერთ სიახლეს. საბითუმო ფასად პირდაპირ ქარხნიდან შეგიძლიათ მიიღოთ რბილი ავეჯის ქსოვილები, დეკორატიული ტყავი და გამოხარშული ღრუბელი. მისამართი დავით აღმაშენებლის 30. ტელეფონი 599 58 71 39 599 58 71 39. სულ ამერიკული კომპანია Design City ბათუმი გთავაზობთ ინტერიერის დიზაინსა და შიდა მოპირკეთების თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის მასალებს. ქსოვილები, შპალერები, კარნიზები და აქსესუარები, კედლების ღებვა ექსკლუზიური და ბუნებრივი მასალებით, დეკორატიული და მხატვრული ღებვა ამერიკული საღებავებით, კაფელმეტლახი და სიახლე ნესტისგან დამცავი სპეციალური მასალა, კალმატრონი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეუნარჩუნოთ კედლებს იდეალური იერსახე. Design City ბათუმი, ჩვენ ვქმნით თქვენს კომფორტს. ბათუმი, გრიბოედოვის 2, ტელეფონი 27 70 19. სასიამოვნო სიახლე ლაზიკა კაპიტალისგან. თუ თქვენ გეგმავთ მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწყებას ან არსებულის განვითარებას და გჭირდებათ ამისთვის თანხა. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია კლებადი პროცენტი, მორგებული გადახდის გრაფიკი და თანხის გაცემა ნებისმიერ ვალუტაში. ისარგებლეთ ლაზიკა კაპიტალის უპრეცედენტო შემოთავაზებით და მიიღეთ საუკეთესო პირობები თქვენი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის. ლაზიკა კაპიტალი, მეგობარი საქმეში.
იმიჯ ცენტრი და ბათუმის მერია გიწევთ ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში. მის საქართველოს 2011-ის ფინალურ შოუზე 1 ოქტომბერს 20 საათზე 20 ლამაზმანი იბრძოლებს მის საქართველოს ტიტულისა და სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად. დაესწარით მის საქართველოს 2011-ს და გვიკავშირდით თბილისი, ნიკო ნიკოლაძის 6, ბათუმი, ხელოვნების ცენტრის სალაროები, ღონისძიების ოქროს სპონსორია ზარაფხანა, პროექტის მხარდამჭერები, ჯეოსელი, ენტური, სასტუმრო ალიკი, კლინიკა მედი, კიკალა სტუდიო, მაქს პრომი, პიქსელი, მოდის სახლი მარიონელა, სალონი ბიუთი თაიმი, კლუბი საბლაიმი, საინფორმაციო მხარდაჭერა, Music Box-ი, 25 არხი, ფორტუნა, ფორტუნა პლუსი, ჟურნალი რეიტინგი. ავეჯის სალონი რანდი გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის ავეჯის ფართო არჩევანს. სამზარეულოსათვის, სასტუმრო თუ საბავშვო ოთახისათვის, ოფისისა თუ კაბინეტისათვის შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც მზა ავეჯი, ასევე შეუკვეთოთ ინდივიდუალური დიზაინით დამზადებული მოდელი. ავეჯის სალონი რანდი, ბათუმი, გოგებაშვილის 62. სიახლე სავარძელში ავეჯის მწარმოებელი კომპანია სავარძელი გთავაზობთ მაღალი ხარისხის მაგიდებისა და სკამების განახლებულ საზაფხულო კოლექციას. ჩვენთან ხარისხი გარანტირებულია. ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენ შესაძლებლობებს. ჩვენ თქვენთან ერთად ვადგენთ ხარს. სავარძელი გემოვნებიანი ადამიანების არჩევანია. დაგვიკავშირდით savardeli.com. ბინების, მიწის ნაკვეთების, კერძო სახლების, ყიდვა-გაყიდვით, ქირავნობით ან გირავნობით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ. ბათუმში შეიქმნა უძრავი ქონების თანამედროვე ტიპის სერვისი, რომელიც ქართული, ინგლისური და რუსულენოვანი ვებგვერდის მეშვეობით გაგიწევთ მომსახურებას. აკრიფეთ ინტერნეტში newsservice.g ან დაგვიკავშირდით 593 555 777. ჩვენ ისე პირდაპირ ეთერში ვართ და ჩვენ განმოგზავნებთ საუბარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი, ორგანიზაცია ემსახურე საქართველოს ხელმძღვანელი მურმა დუმბაძე და აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე პოლიტოლოგი ასნან ლორდკიფანიძე. და მე აქვე მინდა უთხრა მაყურებელს, რომ ჩვენ ერთკვირიანი მცდელობის მიუხედავად ვერავინ ვერ დავითანხმეთ აჭარის ხელისუფლებიდან, რომ მოსულიყო და ესაუბრო ამ თემაზე. საბოლოოდ დღეს ჩვენ შევითანხმეთ აჭარის საქართველოს უკაცრავ საქართველოს პარლამენტის წევრი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩარკვიანი, რომელიც დაგვთანხმდა, რომ ტელეფონით ჩაგვრთებოდა გადაცემაში, მაგრამ მას ამ დროისათვის ტელეფონი გათიშული აქვს და ვერ უკავშირდებით. ხოლო რამდენიმე წუთში ჩვენ ჩაგვრთება ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მანანე ნაჭყებია. და განვაგრძოთ საუბარი, რა მინდა კითხოთ აი ბატონ ავთანდილ, თქვენ ავთრო კომპეტენცია თანათანობით შეივსება და გაიზრდება. ხო, აი რა კუთხით შეივსება და რეალური თვითმმართველობა შეექმნება თუ არა ამის შემდეგ აჭარას. ხო, ჩვენ ხშირად გვინდა ყავს განსაკუთრებით არჩევნების წინ, გამოსული ბრიფინგზე ლევან ვაშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მოითხოვს რაღაც უფლებამოსილებების დელეგირებას ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. თუნდაც თქვათ სკოლებში დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა. ან თქვათ ბატონი ასენი აღნიშნავდა, რომ ბიუჯეტის კონტროლის არანაირი მექანიზმი უმაღლეს საბჭოს არ აქვს და ასე შემდეგ. იგივე ქონების მართვა, ბიუჯეტი და ასე შემდეგ. ანუ რეალურად იქნება თუ არა რეალური თვითმმართველობა ამ ავტონომიურობის კუთხით? მე არ ვიცი რამდენად კორექტული იქნება ეს ჩემი შენიშვნა, მაგრამ ის რომ ვაშალომიძე დღეს იმყოფება, დღეს თუ გუშინ იმყოფებოდა გაერთიანებული მწერლ ორგანიზაციაში პრეზიდენტთან ერთად, ეს არა მხოლოდ მათი ადამიანური ურთიერთობების დამახასიათებელი, არამედ ავტონომიის მნიშვნელობაც არის. ეს სიმბოლური მნიშვნელობა არის, ხო? ვაშალომიძე წავიდა არა სასეირნოთი, არამედ რაღაც საქმიანი ურთიერთობების განსახორციელებლად, რამდენიც მე ვიცი, კონკრეტული პროექტები იქნება განხორციელებული, ბიზნესის სფეროში, ინვესტირების სფეროში. ეხლა რაც შეეხება კომპეტენციის შევსებას, მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ აგერმიდებს 11 კანონპროექტი, რომელიც ისახავს მესამე მუხლის საფუძველზე საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის საფუძველზე, რომელიც კომპეტენციათა უფლებამოსილებათა განაწილებაზე არის დაწერილი, აი იმის შესაბამისად არის შევსებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია განათლების სფეროში, ჯანმრთელობის სფეროში. თქვენ გახსენეთ, რომ დირექტორთა დანიშვნის სფერო არის უკვე გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გადაეცემა
არის სატყე მეურნეობასთან, ნუ მთელი რიგი უფლებამოსილებების ცენტრიდან გადმოდის პირდაპირ კანონმდებლობით. ჯერ არ არის მიღებულია კანონმდებლობა, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, პეტრე ზამბახიძე თბილისში იმყოფება სწორედ ამ კანონპროექტების მოსახსენებლად. დიახ, და სამწუხაროდ ისმა ტელეფონიც ვერ მოახერხა ხელისმომში მონაწილეობა. მეორე ჯაბა, მე თავიდან ვთქვი, საჭირო არის კონსტიტუციური საფუძვლების სრულყოფა ამ ავტონომიას. ვინ უნდა უზრუნველყოს ეს? ეს ცენტრალური ხელისუფლებას უფლებამოსილებაც არის, რაც შეეხება კონსტიტუციურ კანონს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ, ხოლო კონსტიტუციაზე უნდა დაიწყოს მუშაობა აჭარაში. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენც დავიწყებთ ამას მუშაობას კონსტიტუციონალიზმის ცენტრი. ამის გარეშე საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს, როგორ უნდა გაკეთდეს, ეს უნდა კაბინეტში უნდა დაждდე რგვალი მაგიდის გარშემო ხალხის აზრის გათვალისწინებით. ანუ გამოდის რომ რეალური თვითმმართველობა ჯერჯერობით არ არის აჭარის დონეზე და აწე უნდა შეიქმნეს ეს და აწე უნდა რეგიონალური თვითმმართველობას თუ გულისხმობთ, კი, ნამდვილად არ არის. შესაძლებელი არის იგი, რეალურად არის შესაძლებელი. თუ გინდა რომ ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია გქონდეს ჩვენ. დიახ, ბატონი ვაშალომძის ვიზიტიც აღნიშნა ბატონმა ავთანდილმა, თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? ანუ რეალურად ჩანს რომ ის საკმაოდ დიდი უფლებამოსილების მქონეა აჭარის თავის თავმჯდომარეო. ძმაკაცობით ქვეყანა არ გაიმართება. ინსტიტუტებზე უნდა იყოს დაფუძნებული ის რომ ეხლა ვარშალომიძეს კარგი ურთიერთობა აქვს პრეზიდენტთან საბჭო და ასე შემდეგ. არ არის ფუნქციონირება ჯაბად მე ეხლა სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონის შემთხვევით არ მომიტანია. აქ არის ჩამონათვალი ექსკლუზიური უფლებამოსილებები და ბოლოს რა წერია. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ აწესრიგებს ამ მოხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებულ, ანუ ამ ჩამონათვალს, მისი მოწესრიგება შეუძლია საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ნორმატიული აქტით. ანუ ნებისმიერ წუთს ექსკლუზიური უფლებამოსილების სფეროში მე არ ვლაპარაკობ სხვა უფლებებზე. შეიძლება ჩათვალოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომ მაგალითად სურსათისა და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლს ვერ ახორციელებს და ეს უფლებები მას წაართვას. ანუ ექსკლუზიური უფლებამოსილებები, იმიტომ ქვია ექსკლუზიური, რომ ის უნდა იყოს გარანტირებული და მისი თქოთ წაღება ცენტრალურ ხელისუფლებას არ უნდა შეეძლოს. ეს ერთი. და მეორე, და მეორე, ჩვენ ვიწერია, არა ერთი მე ჩვენ ვიწერია. დავასრულებ ბატონო, დავასრულებ ახლა ჩვენ ექსკლუზიური უფლებამოსილებში ვიწერია მაგალითად ერთ-ერთი საკითხი სოფლის მეურნეობა და სამონადირეო საქმე. ვერ დამისახელებთ საქართველოში აჭარაში სამართლებრივ აქტს, რომელიც არეგულირებდეს სოფლის მეურნეობას და სამონადირეო საქმეს. ეს ყველაფერი რეგულირება ცენტრალური ხელისუფლების კანონმდებლობით. ანუ ექსკლუზიური უფლებამოსილების სფეროში ჩვენ რა უფლებამოსილებებიც გვაქვს აჭარას, ამის მომრიგ და დამარეგულირებელი კანონმდებლობა მიიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. ბატონი ავთანდილი არ გეთანხმებთ საინტერესო რანაწერში არ გეთანხმებთ? არა, არ ვეთანხმები, მე პრინციპულად არ ვეთანხმები იმას, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება არ ახორციელებს ქვეყნისათვის საჭირო საკითხის რეგულირებას, ამას არ უნდა მეაქციოს. ვინ ადგენს რომ ასრულებს თუ არა? მაშინ უნდა უჩივლოს. თუ არ არსებობს ნორმატიული აქტი, ესე იგი არ ასრულებს თავის მოვალეობას. და მეორე მნიშვნელოვანი ჯაბა თეორიული ადმინისტრაციული იუსტიცია. თავრობის თავმჯდომარის სამართლებრივ აქტს აუქმებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ადმინისტრაციული იუსტიციას ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო. ანუ თუ ის არის შეუსაბამო ცენტრალურ კანონმდებლობასთან, ასეთ შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე სასამართლოს და ბათილად იქნება ცნობილი სამართლებრივი აქტები. ჩვენთან არის კაცრი იერარქია ადმინისტრაციული, როდესაც აჭარის მინისტრის სამართლებრივ აქტს აუქმებს თავრობის თავმჯდომარე, ისე რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის ჩართული, თავრობის თავმჯდომარის სამართლებრივ აქტს აუქმებს ცენტრალური ხელისუფლება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ გვინდა და თუ ჩვენ ვეძახით მას ავტონომიურ რესპუბლიკას, მესამე ხელისუფლება აქ თავის ფუნქციას ასრულებს და ადმინისტრაციული იუსტიცია არ ხორციელდებოდეს, ანუ სასამართლოს ალბათ ვერ დავეთანხმები. გასაგებია აუცილებლად განვაგრძობთ საუბარს ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მანანე ნაჭყებია ახლა ჩაგურთება ჩვენ Skype-ი და გვეტყვის თავის მოსაზრებას, ის უკვე ხაზია. საღამოშიდობისა გესმით ჩვენი ხმა? საღამოშიდობის მესმის მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ქალბატონი მანანა ფაქტია და ჩანს რომ პოლიტიკოსები რაღაც ერთგვარად გაურბიან ამ თემაზე საუბარს, რაც აჭარის ავტონომია და მისი სტატუსზე საუბარი ქვია. აი შესაძლოა ვარდების რევოლუციის შემდეგ მხოლოდ კობა დავითაშვილი მე ყოველთვის ესე მახსოვს საუბრობდა ამ თემაზე და ხელმოწერებსაც კი აგროვებდა. რომ უნდა გაუქმებულიყო აჭარის ავტონომია. ხოლო ამის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება რომ რაღაც პოლიტიკოსები გაურბიან ელექტორატის დაკარგვას და ამიტომაც არ ამბობენ პირდაპირ რომ აჭარის ავტონომია უნდა გაუქმდეს. როგორია დღეს თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით? თქვენ აბსოლუტურად მართლაც გძანებთ, მე მინდა გითხრათ რომ რაღაც პერიოდოდა ეს საკითხი ვარდების რევოლუციის შემდეგ მასში ახალი მემარჯვენეები ვიყავით პარლამენტში და მართლაც იდგა იცით ეს
საკითხი რომ ხომ არ ღირს რომ აი სწორედ ამ პერიოდში როდესაც ხალხის დობა მართლაც იმ ხელისუფლებას მაშინ ძალიან მაღალი ჰქონდა გვეფიქრა და გვემიჯელა ამ თემაზე იმიტომ რომ გარკვეული მოსაზრება იმის თაობაზე რომ აჭარის ავტონომია არის ხელოვნურად შექმნილი არსებობდა თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მაშინ ჩაითვალა და ჩვენს მხარი დაუჭირეთ იმას რომ ალბათ ჯობდა შეგვენარჩუნებინა აჭარის ავტონომია ოღონდ უნდა შეგვენარჩუნებინა რეალური ავტონომია ისე როგორც ეს კონსტიტუციით არის გასაზღვრული ისე როგორც ეს კანონმდებლობით არის გასაზღვრული ამის სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ სულ სხვა რამ დღეს არა მარტო ჩემი არამედ ალბათ ძალიან ბევრი სხვა პოლიტიკოსის მოსაზრებაა რომ აჭარის ავტონომია არაფრით განსხვავდება მხარეებისაგან დღეს ბატონი ვარშალომიძე არის ალბათ ჩვეულებრივად ისეთი გუბერნატორი როგორც არის იმერეთის გუბერნატორი ანუ ჩვენ ერთი მხრივ მივეცით აჭარას ავტონომია და მეორე მხრივ რეალურად აჭარას ეს არა აჭარის უზენაეს საბჭო არის აბსოლუტურად ხელოვნური ორგანო, რომელიც პრაქტიკულად ვერ იღებს რეალურ გადაწყვეტილებებს. აჭარის მინისტრთა კაბინეტი რეალურად არ წარმოადგენს ფუნქციონირებად ორგანოს და ყველა გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში. ასევე ცენტრმა ჩაანაცვლა ბათუმის მერიაც და გადაწყვეტილებებს ბათუმთან დაკავშირებით, ქალაქის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, ქალაქ გეგმარებასთან დაკავშირებით იღებს ცენტრი, მეტიც იღებს ერთი ადამიანი მიხეილ სააკაშვილი და ბათუმელების ხმა, ბათუმელების თანამონაწილეობა აი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში არის. ასე რომ მე ვფიქრობ ეს ავტონომია, რომელიც დღეს გააჩნია აჭარას, არის აბსოლუტურად ფორმალური და თუ ჩვენ აი იმ გარკვეული მოსაზრებების გამო რომლითაც ხელმძღვანელობს, როდესაც ვთქვით, რომ ჯობს დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და არ გაუქმდეს ეს სტატუსი და კონსტიტუციურად განისაზღვროს აჭარა როგორც ავტონომია. ხომ არ გვეფიქრა მაშინ მართლა იმაზე, რომ ასეთ ფორმალურ ფონას ავტონომიისა შეიძლება ჯობდეს, რომ ის არ იყოს მართლა ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ მე მაინც ვიხრები ვფიქრობ, რომ აჭარას უნდა ქონდეს თავისი ავტონომია, ამას განაპირობებს მისი ისტორიული წარსული, გარკვეული მოსაზრებები, რომელზეც საუბარსაც თქვენ მართლაც გაუგებრთ პოლიტიკოსები, მაგრამ არის ეს მოსაზრებები, არის ეს რეალობა, რომელიც გვაიძულებს, რომ შენარჩუნებული იქნას აჭარის ავტონომია. თუ კი დაისვება საკითხი, უნდა გაუქმდეს თუ არა ავტონომია, თქვენ რა პოზიცია გექნებათ? უნდა გაუქმდეს თუ არ უნდა გაუქმდეს ამ პოზიციებში? არა, ჩვენ მაშინაც მხარი დაუჭირეთ იმას, რომ არ უნდა გაუქმებულიყო აჭარის ავტონომია, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის. ანუ ელექტორატზე გათვალეთ ეს ყველაფერი, რომ თქვა ამ ელექტორატს დაკარგავდით, თუ კი ამას იტყოდით? ამან შეიძლება ჩვენ გავითვალისწინეთ რეალობა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მეზობლების გაღიზიანება და ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოს ჯერ არ არის ძლიერი სახელმწიფო, არ არის შემდგარი სახელმწიფო, არ ღირს აი ასეთ ვთქვათ ეჭვის ქვეშ და საფრთხის ქვეშ და ფიქრია 1-2%-ით მეც მიდათ უმაღლეს საბჭოს არჩევნებში. ეს არის რეალობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რადგან კონსტიტუციამ განსაზღვრა, რომ აჭარა არის ავტონომიური რესპუბლიკა, მაშინ ჩვენ რეალურად უნდა მივანიჭოთ აჭარის რესპუბლიკის ხელმძღვანელ ორგანოებს და დედაქალაქის მერიას და სხვა მუნიციპალიტეტებს ადგილობრივ თვითმმართველობას. რატომ განსაკუთრებით თქვა აჭარას და არა იმერეთს ან გურიას და კახეთს? ეს ყველაფერი გამომდინარეობს აჭარის ისტორიული წარსულიდან, ყარსის ხელშეკრულებიდან. მე არა ვარ ისტორიკოსი და არა ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც უფრო არიან მათ შეხებილი ამ საკითხებში, მაშინ დაგვარწმუნეს, რომ ეს გარკვეულწილად არის ვალდებულება იყო რაღაც შეთანხმება და პირობები, რომლის გამოც ჩვენ დღეს არ უნდა წამოვწიოთ ეს თემა. და მე სიმართლე გითხრათ, მაშინ ეს არგუმენტები მივიღე. გასაგებია. დიდი მადლობა. გთხოვთ დარჩეთ ხაზზე. თქვენი ჩვენი სტუდიის სტუმრებს აქვთ შეკითხვები თქვენთან და ეკრება ეს მოვისმინოთ. ბატონო ჯაბა, ესე ბატონო შეკითხვა თუ გაქვთ, დავუსვათ ბატონო მანას, ის რჩება ხაზზე. მანას აზრი და ჩემი აზრი აქ ემთხვევა ერთმანეთს, რომ არა მარტო აჭარაში და განსაკუთრებით აჭარის ავტონომიაში 2004 წლის 7 მაისს განხორციელდა პირდაპირ საპრეზიდენტო მმართველობა, კონსტიტუციური უფლება მას ამის აქონდა, კონსტიტუცია ამის უფლებას აძლევდა. დღესაც არის 2011 წელი და არის პირდაპირ საპრეზიდენტო მმართველობა. ეხლა რო გითხრათ პირდაპირ, ეხლა მოდი ცოტა უნისონში ქალბატონმა მანანამ თქვა, რომ ის არ არის კომპეტენტური ამ სფეროში და შესაბამისად ის არის პოლიტიკოსი, ბუნებრივი პოლიტიკოსი, აქ ეს პოლიტიკურ განცხადებას. ამიტომ მე ვფიქრობ, ჯაბა, რომ აჭარის ავტონომიის არ არის ქალბატონი მანანა თქვენ არც უნდა იყოს პოლიტიკოსია ეს. ამიტომ აჭარის ავტონომიის თემის განხილვა არ უნდა მოხდეს მისი პოლიტიზირება.
ეს არის საქმიანი, ეს არის პასტა, ფურცელი უნდა გეკავოს ადამიანს, უნდა იჯდეს მეცნიერი ბატონი ავტოს. ხო, გადაწყვეტილებას ხო პოლიტიკოსები იღებენ. მესმის პოლიტიკოსები იღებენ ჯამობა და პოლიტიკური საკითხია. ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ მეცნიერული პოლიტიკური საკითხია. თვითონ კომპეტენციის მოცულობას რაც შეეხება, თვითონ სტატუსის სახე კონსტიტუციური კანონის ფორმულირებას რაც შეეხება, ეს არის იმ ადამიანების, თქვა, გასაკეთებელი, რომლებიც ხო, ქაბატონ მანანეს რას ეთქოთ, თქვენ უკვე გაიგეთ. ქაბატონი მანანაი პოლიტიკოსი მარჯვენები თუ გიმოვლით ხელისუფლებაში, ისინი ამგვარად აპირებენ ამ საკითხის გადაწყვეტას. სწორედ ეს არის პოლიტიკოსი. ხომ არ გაგვიგრა მე შეკითხვა მასთან. არა, მაქვს ქაბატონი მანანა არის პოლიტიკოსი და მან თქვა, ის უკვე იმუშავა მან ახლა ამ განცხადებით იმუშავა იმ ელექტორატზე აჭარაში, რომელიც ფიქრობს, რომ აჭარას უნდა ჰქონდეს ის სამართლებრივი სტატუსი, რომელიც ახლა აქვს და უფრო გამაგრებული მაღალი კომპეტენციები. ანუ გამოდის რომ ბატონი მურმანიც ელექტორატზე მუშაობს და გუწევი არ მუშაობს. მე გულწრფელად მომწონს სხვა დონის ხელისუფლებები, ცენტრალური ხელისუფლება არ არის ერთადერთი ხელისუფლება ქვეყანაში, უნდა იყოს სხვა ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება. მე პოლიცენტრი არ ვარ უნიტარული სახელმწიფო, მე ვარ პოლიცენტრიზმის მომხრე. პოლიცენტრული საფინანსო სისტემა, პოლიცენტრული პოლიტიკური სისტემა, პოლიცენტრული საგადასახადო სისტემა. არ მივიდა საქართველოს და მათ შორის საერთოდ არის. ეს სადავო თემა საერთოდ არის. და ამიტომ მომხრე ვარ, რომ შენარჩუნებული იყოს ასეთი მაღალი დონის თვითმმართველობა. ამ შინაარსით კი არა, რეალური შინაარსით. მოდი პირდაპირ ვთქვათ რა. სააკაშვილს რომ არ ეშინოდეს მისი მეზობელი სახელმწიფოსი, გავხსნათ კარტები. დღესვე გააუქმებდა ავტონომიას და კიდევ კარგი რო ეშინია. კარგი, ქაბატონ მანანეს მოусმენთ. კიდევ კარგი რო ეშინია და ვერ აუქმებდა. გასაგებია, გისმენთ ქაბატონ მანანა. ხომ არ გინდათ რაიმეს დამატება? ჯობები მაინც მინდა საბოლოოდ თქვა ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ კი ოდესმე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაისმება ეს საკითხი აჭარის ავტონომიის არსებობის ან არარსებობის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ მათ აუცილებელია პირველ რიგში ეს საკითხი იყოს თვითონ აჭარის მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილი. ანუ აჭარელმა მოსახლეობამ რეფერენდუმზე გამოთქვას თავის მოსაზრება და მეორე დაიდოს ყველა იმ კომპეტენტური სპეციალისტის აზრი, რომელმაც იცის კაცის ხელშეკრულება, იცის ის გარემოებები, რომლის დროსაც დაიდო ეს ხელშეკრულება და სწორედ მათი აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება გემშვიდობებით ნახავთ. ბატონო ჯება ერთი საინტერესო დეტალი უნდა გავიხსენოთ ძველი წარსულიდან, აი ნახეთ ეს ქალბატონი მან აი ცენტრალური ხელისუფლების იმანენტური თვისება ამით იტყულად კი არ ვახსენე. იმათი თვისება, აი ვინც დედაქალაქში ზის, ის უფრო იმპერიულად აზროვნებს. მოდი პირდაპირ აი 21 წელს როცა ავტონომიის საკითხი იხილებოდა, მაშინ აჭარის მეჯლისის თავმჯდომარე თუ არ ვწდები ხასან ლორთქიფანიძე იყო. ეს იყო 21 წლის უკვე მოსკოვის ხელშეკრულება დადებულია, იმ ცოტა მოგვიანებთ, აი ივნისი, აი ჯერ ავტონომია არ არის შექმნილი ოფიციალურად, უკვე საქართველოში ბოლშევიკები არიან, რევოლუციური კომიტეტი, აი რევოლუციურ კომიტეტსა და ხასან ლორთქიფანიძეს შორის მიდიოდა ძალიან მაგარი დავა. აი ავტონომიაში, ესე იგი, რევოლუციურ კომიტეტს უნდოდა აჭარის, ასე ვთქვათ, ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა ბათუმის გარეშე. ბათუმიო არ უნდა იყოს ავტონომიის შემადგენლობაში და ბათუმი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი პირდაპირ დაქვემდებარებული საქართველოს სახელმწიფოზე, ანუ დედაქალაქზე. აი დაახლოებით იგივე აზრებს ვხედავ მე აი თბილისელი პოლიტიკოსებისაგან, აი გამომდინარე რომ აი გავაუქმებდი, არ მჭირდებოდა დიდი სეპარატიზმის რაღაც არა არის არ არის რა ქვია. და ხასან ლორთქიფანიძე მაქსიმალური შეძლო რომ ბათუმი დაეტოვებინა აჭარის ავტონომიის შემადგენლობაში. აი თუ მერთით რაიმე გვეღირსა და ხელისუფლებაში მივედი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე ლამაზი ქუჩის სახელი უნდა იყოს ხასან ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა, იმიტომ რომ აჭარის ავტონომია, აი ახლა ბავშვები გამოვიდნენ და მოხუცი კაცი გამოვიდა, დაახეთ კლასიფიცირება გააკეთეთ. აი მოხუცმა თქვა რომ იცი მე ვფრთხილობ, ჩვენი ბაბუები, ჩვენი ბებია, იმიტომ რომ მე ვსწრე ახალგაზრდას წაკითხულიც კი არ აქვს რა არის სტატუსი, წაკითხული აქვს რა არის აზრზე არ არის. წაკითხული აქვს, შეიძლება წაკითხული აქვს, რატო აყენებთ შეურაცხყოფას? მე ვწდები აგერ, რომელზეც დღე-დაღამე მაგ საკითხებზე მუშაობ და მეც კი ვწდები რომ აი თურმე თავრობის თავმჯდომარეს რაღაც კომპეტენცია აქვს. ჩვენ რომ აჭარის ავტონომია უზარმაზარი როლი ითამაშა ამ რეგიონის ინფორმირებაში რა სახითაც დღეს არის მოსული. ეჭვი ხო არ გეპარება თამაში. ეგ მართალია. ეჭვი არ გეპარამდენად არსებობს. გასაგებია, დიდი მადლობა. მაყურებელი ეს არის პოლიტიკური საკითხი და პოლიტიკური ზიზილპიპილოს გამო არ მჭირდება ავტონომია. მე მჭირდება რეგიონალური თვითმმართველობა, მისი ბიუჯეტი, მისი ხელისუფლებით, მისი უმაღლესი საბჭოთი, მათ შორის დაბალანსებით და იმით აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი ფუნქცია ბატონო ალთან. ბატონო მურმან, მაყურებელი გველდებათ. შემოსულია უკვე ეს გველდება საქართველოს პარლამენტის
მათის კანონებზე კონტროლი და მაყურებელს მათი შესრულება. ძალიან გთხოვთ. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ბატონ ჯაბა, მე მინდოდა ბატონ ავთანდილს მიმართო. ასეთი შეკითხვა. რამდენად მიაჩნია სწორად ამჟამად კანონის, საქართველოს კანონის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ არსებობა. მე მგონია, რომ ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ კანონმა თავისი მისია უკვე შეასრულა. ეხლა უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რა თქმა უნდა კონსტიტუცია, რომელიც უნდა დაამტკიცოს აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მიიღოს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს და გამომდინარეობდეს საქართველოს ძირითადი კანონიდან, კონსტიტუციიდან. მაგრამ მიღებულია ხო აჭარის კონსტიტუცია? მიღებულია და აი მე გეკითხებით და ვეკითხები ავთანდილს, რომ მაშინ როდესაც ეს სტატუსის შესახებ კანონი და კონსტიტუცია თითქმის იდენტურია, ერთნაირია. რამდენად საჭიროა ახლა სტატუსის არსებობა და იყოს მხოლოდ კონსტიტუცია, რომელიც შეესაბამება და შეესაბამებოდეს უნდა საქართველოს ძირითად კანონს, საქართველოს კონსტიტუციას. გასაგებია, დიდი მადლობა შეკითხვისათვის, გისმენთ ბატონი ავტორი, თქვენთან ერთად მე უკვე გამოვთქვი ამ საუბარზე ჩემი მოსაზრება. საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისითაც უხერხული არის, რომ აჭარის სტატუსს განსაზღვრავს ორი ნორმატიული აქტი. ერთი ცენტრალური ხელისუფლების, მეორე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კანონი, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილი. ანუ წარმოიდგინეთ, ორი სხვადასხვა დონის აქტი არეგულირებს სტატუსს. ამიტომ სრულიად ბუნებრივი არის, არა მხოლოდ საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, არამედ იგივე სტატუსის, ავტონომიის სტატუსიდან გამომდინარე. იყოს ერთიანი კონსტიტუცია და მე კონსტიტუციური რეფორმის დროსაც ვამბობდი, დღესაც შემიძლია გავიმეორო, უხერხულია, როდესაც ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ცენტრალური ხელისუფლება ორგანული კანონით ამტკიცებს. ორგანული კანონით ამტკიცებს. ეს ან უნდა იყოს მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მიერ და დამტკიცებულიც მიღებულად ითვლება. აქ წერია, რომ უმაღლესი საბჭო იღებს კონსტიტუციას, მე დასამტკიცებლად გადასცემს. ჩემი აზრით არ არის საჭირო მისი დამტკიცება ცენტრალურ ხელისუფლებას. თქვენ რომ იყოს აჭარის კონსტიტუციის ავტორი, რაც ჩაწერდით ამ კონსტიტუციაში, ისიც რითაც მიიღებდით რეალურად ძლიერ და ეფექტურ მმართველობას რეგიონის დონეზე. ჯაბა, ეს ძალიან რთული საკითხი არის. ეს უნდა კონკრეტულად დააჯდე სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ფუნქციები ყველა ჩამოთვალო და მეორე ოპტიმიზაციის, მმართველობის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, არა ეთნიკური ნიშნის მიხედვით, არა სხვა ნიშნის მიხედვით, არამედ სახელმწიფოს ოპტიმალური ფუნქციონირების, ანუ ეფექტური ფუნქციონირების თვალსაზრისით განაწილო ეს უფლებამოსილება. თავის სისტემა დღეს რა არის აჭარის ახალი კონსტიტუცია, რომელიც 2008 წელს არის მიღებული? აქ უამრავი რამ არის გასასწორებელი, ჯერ ერთი ამ რეფორმის კვალობაზე, ვინაიდან შეიცვალა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, პრეზიდენტის როლი შეიცვალა და ვინ გასწევს კოორდინაციას პირობითად ვამბობ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, გაურკვეველია ჯერ. ეს კანონმდებლობის მიერ არის გასარკვევი. მხოლოდ მე სურვილი მექნებოდა, რომ ამაზე პირველ რიგში იმსჯელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ. პირველ რიგში აქ თუნდაც მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. ადგილობრივი რეფერენდუმი მანაც მინდა შევახსენო, უბრალოდ არ ტარდება, არა, ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რეფერენდუმს, ადგილობრივ რეფერენდუმს, მაგრამ კარგი იქნებოდა რეფერენდუმის ჩატარება ამ საკითხზე. ეს და რაც შეეხება კონკრეტულ უფლებამოსილებებს, მე ვფიქრობ, თავიდანაც შეიძლება დაგვეწყო კიდევაც მურმანა, იმით რომ ეს არ არის პოლიტიკური ავტონომია. არ არის პოლიტიკური ავტონომია, არ არის. ამას დავთ, რომ სწორედ პოლიტიკურია. იმიტომ რომ როდესაც წერთ ჩვენ ვართ ავტონომიური რესპუბლიკა, ეს უკვე ნიშნავს არ არის პოლიტიკური. არა, მე გელაპარაკები ფორმალური ენით. ფორმალური ენით წერია, რომ ეს არის ტერიტორიული ერთეული, მეტი არაფერი. ტერიტორიული ადმინისტრაციული ტერიტორიული ასე წერია. გასაგებია, თუ კი პოლიტიკური ნიშნავს. მაგრამ ეხლა ეს იქნება აჭარის რეგიონი პოლიტიკური, ეს არ გასაგებია. რეგიონი, ესე იგი, თუ ჩვენ ამ პოლიტიკურ ნიშნას მოვხსნით, ყველანი თანხდებით ჯაბა იმაზე, რომ რეგიონებს უნდა გქონდეს ფართო უფლებები, რომ უნდა მოხდეს რეალური დეცენტრალიზაცია, რომ აჭარას უნდა გქონდეს იმაზე მეტი უფლებები. ეს პოლიტიკური ნიშანი ამ და არ გქონდეს პოლიტიკური ნიშანი ავტონომიის. მხოლოდ ეს შემთხვევაში ჯაბა, ვერც 1995 წლის კონსტიტუცია, ვერც ბატონი ავთანდილის ხელმძღვანელობით შექმნილმა ახალმა კონსტიტუციამ არ გადაწყვიტა ქვეყნის ეროვნულ ტერიტორიულ მოწყობა. მე ვფიქრობ, რომ საიდან უნდა დაიწყოს ქვეყნის მშენებლობა, ამ კითხვაზე არსებობს ერთადერთი პასუხი.
ქვეყნის ეროვნული ტერიტორიული მოწყობიდან, რასაც მიეբნება შემდგომ ვთქვათ ცენტრალური ხელისუფლების საგალისუფლებო სტრუქტურები. ვერცად არც 1995 წლის კონსტიტუციამ, არც ეხლანდელმა კონსტიტუციამ პრინციპი იმის მოტივი, იმის მიზეზით, რომ თურმე ჩვენ ვთქვათ დროებით არ არის ჩვენს იურისდიქციაში აფხაზეთი და ოსეთი და უნდა დაველოდოთ ჩვენ როდის შემოერთდება აფხაზეთი და oseti და მერე უნდა გადავწყვიტოთ თურმე ჩვენი ტერიტორიული მოწყობის საკითხი. ასე რომ როდესაც ჩვენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივ სტატუსზე ვსაუბრობთ ჯაბა, აჭარა ვერ იქნება განცალკევებული ერთიანი ეროვნული ტერიტორიული მოწყობის სისტემიდან. ამოვარდნილი. ის უნდა გადაწყვეტს ქვეყნის მთლიანად ეროვნული ტერიტორიული მოწყობის სისტემის. ამოიწურა მე ვიღავი სწორედ მომხრე რომ ტერიტორიული მოწყობა ტერიტორიული მოწყობის საკითხი ალბათ გახსოვთ თქვენ ჯერ 95 წელს, როდესაც გქონდა ჩვენ კომისიაში შემუშავებული უკვე საქართველოს უნდა ყოფილიყო ფედერალიზმის პრინციპზე დაყრდნობით შექმნილი სახელმწიფო 95 წელს, ხოლო აქ იყო სამუშაო ჯგუფი ყურაშვილის მეთაურობით, რომელსაც კონცეფცია ჰქონდა ტერიტორიული მოწყობის. რატო არ არის არ გავიდა კომისიაში, არ გავიდა უმრავლესობა. ანუ მე ბრალდებას ვერ ვიღებ. შემდეგ ამ ხელისუფლების დროს თუ გქონდათ იგივე წინადება და ამ შემთხვევაში რა პასუხი მიიღეთ? რასთან დაკავშირებით? ანუ ეხლა ამ პერიოდში, ბოლო პერიოდში იყო მსგავსი წინადებები? არა, ასლმა უკვე თქვა, ერთ-ერთი სერიოზული არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ არა გვაქვს საშუალება ეხლა ველაპარაკოთ აფხაზებს და ოსებს, რათა გავარკვიოთ მათი აზრი სტატუსის თაობაზე, ამიტომ მოდი დროებით შევიკავოთ თავი და როცა გვექნება საშუალება მათთან ერთად განსაზღვროთ სტატუსი, მთლიანად მაშინ. გასაგებია, დიდი მადლობა ყველას. ამოიწურა სამწუხაროდ ჩვენი საუბრის დრო, დიდი მადლობა რომ იყავით გადაცემის სტუმრები. გამშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა. თქვენ უყურეთ გადაცემას უპასუხეთ ხალხს და თქვენ მიიღეთ პასუხების შეკითხვაზე. რატომ უნდა არსებობდეს აჭარის ავტონომია? ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი, ორგანიზაცია ემსახურე საქართველოს ხელმძღვანელი მურმა დუმბაძე და აჭარის დამოუკიდებელი ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე. გადაცემა უპასუხეთ ხალხს მომავალ პარასკევს დაბრუნდება პირდაპირ ეთერში და თქვენ ისევ გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ პასუხების შეკითხვებზე. გმადლობთ ყურადღებისათვის. Navxamdis.